გამარჯობათ. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბროთ პოლირებაზე, ავტომობილის პოლირებაზე. აქაც რა თქმა უნდა მაქსიმალურად ვეცდებით, რომ რაც შეიძლება ყველა დეტალში ახლოს მივიდეთ. და დავიწყოთ, სირთული არაფერი არ არის, უბრალოდ მაქსიმალურად გულისყურით მოусმინოთ ყველაფერს და ჩემი აზრით ძალიან კარგად გასაგებად გავიგებთ და არ გვექნება არაფერში პრობლემები. და მარტივად შევძლებთ ჩვენ თვითონ დამწყებები ვინც ავართ გავაკეთოთ პოლირება, ვისაც კოხის სისტემით არ უმუშავია, იმას თავისუფლად შეიძლება რომ გატესტოს და დაიწყოს მუშაობა. ესე იგი, პირველი რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, ეს არის რაზე მუშაობთ პოლირების დროს. პოლირების დროს ჩვენ მუშაობთ ავტომობილის ლაკირებულ ზედაპირზე, ანუ ავტომობილის ლაკზე. რომ წარმოვიდგინოთ, ზოგადად სტრუქტურა არის ესეთი, ფენებად შედგება, ანუ მანქანის ძარა, ეს არის მანქანის ძარა, ძარის შემდეგ მოდის გრუნტი, აი ეს ფენა, დაახლოებით გრუნტი არის 23-დან 35 მიკრონამდე, ეს ყველაფერი მწარმოებელზეა დამოკიდებული. შემდეგ მოდის უკვე ავტომობილის base coat-ის საღებავი, ეს არის დაახლოებით 10-20 მიკრონი არის საღებავი და ამის შემდეგ საღებავის ზემოდან ხდება უკვე ლაკის დატანა. ლაკის სისქე არის 30-დან 50 მიკრონამდე. ლაკების განსხვავდება მანქანის ლაკები ერთმანეთისგან, მაგრამ ძირითადად მარტივად რო წარმოვიდგინოთ, მარტივად რო ჩავშალოთ, გვაქვს სამი კატეგორიის ლაკი. ეს პირველი არის MS-ის კატეგორიის ლაკი, ეს არის რბილი ლაკი. რბილი ლაკი. ეს ძირითადად რბილი ლაკი ხდება ხოლმე იაპონურ, კორეულ მანქანებზე, ასევე სხვა მწარმოებლებზეც, მაგრამ ძირითადად არის იაპონური ბრენდები, კორეული ბრენდები, როგორც არის Toyota, Honda, Mitsubishi, Hyundai, Kia. ესეთ შემთხვევაში სამუშაოდ გვაქვს რბილი ლაკი. მეორე კატეგორია ეს არის HS კატეგორია ლაკის. HS-ი ეს არის high solid, ანუ მყარი ნივთიერებები. მყარი ლაკი. HS-ის ტიპის ლაკი ხდება ხოლმე უფრო გერმანელ მწარმოებლებთან, Mercedes, BMW, Audi, Volkswagen და ეს კატეგორია ავტომობილების და შემდეგ არის VHS-ი ან ასე ითარგმნება UHS-ი, ესენიც განსხვავდება ეს ორი ლაკი ერთმანეთისგან, very high solid, ultra high solid, ძალიან მყარი ლაკი. ძალიან მყარი ლაკი. რომელსაც ეძახიან კერამიკულ ლაკს. ძირითადად სამუშაოდ ჩვენ გვაქვს აი ეს სამი კატეგორიის ლაკი. ანუ რბილი ლაკი, მყარი ლაკი და კერამიკული ლაკი, რომელიც სიმყარეც არის ყველაზე, ასე ვთქვათ, ყველაზე ძლიერი, ნაკლებად იკაწრება და უძლებს სხვადასხვა ესეთ გარემო ფაქტორებს და ზეწოლას და ასე შემდეგ. ეს არის ძირითადად სამი კატეგორია. ჩვენ მუშაობთ, კი როგორც თავიდან ვახსენეთ, ესე იგი ლაკის ფენაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ არ მუშაობთ არც საღებავზე, არც გრუნტის ფენაზე. აქ ქვემოთ წამოსვლა პოლირების დროს ჩვენ არ გვაინტერესებს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ლაკი. როგორი ტიპის ლაკი გვაქვს და ჩვენ ვაკეთებთ სამუშაოებს ლაკის ფენაზე. ძირითადად ეხლა რომ წარმოვიდგინოთ, რა ავტომობილები შეიძლება, ვთქვათ, როგორი ტიპის ლაკის ავტომობილები შეიძლება მივიღოთ. პირველი კატეგორია აი აქ არის დახატული, ეს არის Mercedes-ის Vaneo, ვთქვათ, სპრინტერები, Ford Transit და ასე შემდეგ. ისეთი ტიპის ავტომობილები, რომლებიც გათვლილი არის, ვთქვათ, ტვირთის გადასატანად და ასე შემდეგ, სადაც გამოიყენება სინთეტიკური საღებავი. რას ნიშნავს სინთეტიკური საღებავი? თუ ჩვეულებრივ ამ passenger car-ებში გვაქვს ძირითადად 99%-ში ასხია ლაკი და ლაკის ასხია საღებავი და საღებავის ზემოდან ასხია ლაკი. ამ შემთხვევაში გვაქვს საღებავი და ლაკი ერთად შერეული, ანუ არც ისე ძალიან არ პრიალებს, ეს გააკეთეს იმისთვის, ეს სინთეტიკური საღებავი მოიგონეს, რომ ასეთი ტიპის მანქანებზე გააკეთონ მაქსიმალურად ესეთი ბიუჯეტური, ანუ ფასი დაზოგონ, თანხა დაზოგონ. ამიტომ ამ ტიპის კომბოს ტიპის მანქანებზე, თქვათ, მარშრუტკებს, რასაც ვეჯახით ჩვენ, ამ ტიპის მანქანებზე უნდა ვიცოდეთ, რომ ასხია პირდაპირ სინთეტიკური საღებავი, რომელიც არის ლაკნარევი. ამ ტიპის მანქანებზე ჩვეულებრივად ხდება პოლირება, ძალიან მარტივად ხდება და ნახაზის ამოღებაც შედარებით ძალიან მარტივია. უბრალოდ აქ შეამჩნევთ კიდე იმას, რომ თუ თქვათ, ღრუბლით გააკეთებთ ან ქეჩით გააკეთებთ, რა ფერისაც არის მანქანა, რადგან გამჭვირვალე ლაკზე არ ვაკეთებთ, ღრუბელზე და ქეჩაზე ეს ფერი გადავა. გაკეთების დროს, თქვათ, თუ
ამ შემთხვევაში მე ხა ლურჯ მანქანას ვაკეთებ, რითიც ვაკეთებ, ეს ღრუბელი galujდება, თუ ქეჩით ვაკეთებ, თეთრი ქეჩა ამ საღებავის ფერს მიიღებს. შემდეგი კატეგორია არის უკვე სტანდარტული კატეგორია, აი ეს არის ძირითადად 80%-ზე მეტი ესეთი ავტომობილები, რაც გაჩვენეთ, ანუ პირველი არის გრუნტის ფენა, გრუნტის ფენის შემდეგ მოდის საღებავი და საღებავის ზემოდან ლაკი. აი ეს არის სტანდარტული უკვე. აქ ეხა საღებავი რა ფერი იქნება, მეტალიკის ნაწილაკები იქნება, არ იქნება. პოლირების დროს ამას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ მეტალიკის ნაწილები ამ მიკრო ნაკაწრებს ფარავს და თვალით შედარებით უხილავია. უფრო რასაც ეძახიან, აი 040, 040-ს რო ეძახიან მუქი ფერის საღებავები და ასე შემდეგ, აი უფრო იქ ყველაფერი მეტად ხილვადია ხოლმე, თორე ღია ფერის მანქანებზე ეს დიდად მიკრო ნაკაწრები დიდად არ ჩანს ხოლმე, მაგრამ აქ დიდი მნიშვნელობა არაფერს არ აქვს, ამ ტიპის მანქანები ჩვეულებრივად პალიროკვდება და ესმევა ან პირველი კატეგორიის, ან მეორე კატეგორიის, ან მესამე კატეგორიის ლაკი გააჩნია მწარმოებელს და რა თქმა უნდა იმასაც აქვს მნიშვნელობა, თუ ეს ავტომობილი ანუ რემონტში იყო, შეიღება, იქ უკვე ეს რომელი ტიპის ლაკი დაესხა, ამასაც აქვს მნიშვნელობა. შემდეგი არის matte paint-ი, ანუ matte paint-ის შემთხვევაში რა ხდება? Matte paint-ის შემთხვევაში ჩვენ საღებავი გვაქვს იდენტური, ზუსტად ისეთი, მაგალითად როგორც ამ ვერცხლისფერ Mercedes დაასხეს, მაგრამ შემდეგ უკვე ლაკი არის დასხმული ზემოდან მატოვი ლაკი. მატოვი ლაკის შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ მატოვი ლაკით თუ მოვიდა მანქანა, როგორც აი აქ ეს არის ნაჩვენები, ის არ პალიროკვდება. მატოვი ლაკი არ პალიროკვდება. ეხლა ამ სლაიდზე რომ ნახოთ, რატო არ პალიროკვდება მატოვი ლაკი? ჩვეულებრივ აქ არის მოცემული პირველ სურათზე, ეს არის სტანდარტული, ანუ base coat არის საღებავი, საღებავის ზემოდან არის დასხმული ლაკი და პოლირების შემთხვევაში ჩვენ ეს ყველაფერი იდეალურად გავასწორეთ, ანუ სუფთა იდეალური ზედაპირი მივიღეთ. მეორე სურათზე ჩანს, რომ ეს ლაკი არის მატოვი ლაკი, დასხმული მატოვი ლაკი შეიცავს ეს თეთრი წერტილები, არის მატინგ აგენტები, რომლებიც პოლირების დროს არ იჭრება ლაკი, ძალიან რთულად იჭრება და ვიღებთ აი ესეთ უსწორმასწორო ზედაპირს. ასე რომ აქ თვლით და ამისი პირდაპირი რეკომენდაცია გვაქვს, რომ მატოვი ლაკის შემთხვევაში ჩვენ ზედაპირს ასე ვერ გავასწორებთ, ნებისმიერ შემთხვევაში უსწორმასწორო ზედაპირს მივიღებთ, ამიტომ მატოვი ლაკი თუ აქვს ავტომობილს, ის არ პალიროკვდება და ექვემდებარება თავიდან შეღებას ან სხვადასხვა ტიპის რესტავრაციებს. მეოთხე სურათი აქ რაც გვაქვს წარმოდგენილი, ეს არის ქამელეონის ეფექტის ავტომობილები. რა ხდება ამ შემთხვევაში? ესაც ჩვეულებრივად პოლირდება, როგორც პირველ ორ სურათზე მყოფი ავტომობილები, მაგრამ ამ შემთხვევაში წარმოდგენა გქონდეს, აქაც რა ხდება? ესე იგი, აქ ამ ქამელეონის ეფექტს წარმოქმნის ლაკის ქვეშ საღებავი. ლაკი აქ არაფერ შუაში არ არის და რადგან ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი პოლირების დროს სამუშაო არის ლაკი და ჩვენ რა თქმა უნდა საღებავს ქვედაფენას საერთოდ არ ვეხებით, აქაც ჩვეულებრივად პოლირდება და ჩვენ არ გვაინტერესებს ეს ქამელეონი რა ფერში გადავა ან გადმოვა. უბრალოდ პოლირების პროცესის დროს გჭირდება სწორი განათება, რომ იქ რამე ნაკაწრები და ის არ იყოს ისეთი, რომელიც გამოგვეპარება. ესე იგი, ქამელეონის მიღება ხდება ესე, რომ თვითონ საღებავი არის გარდამავალი ფერის, თორე ქამელეონის ტიპის მანქანებს ზემოდან ლაკი ზუსტად იდენტური ასხია, როგორც იყო თქვა ამ გელენვაგენის შემთხვევაში, პირველ შემთხვევაში სურათზე რაც გაჩვენეთ, ან ასხია MS-ი ნაკლებად ხოლმე, ან HS-ი, ან კერამიკის ტიპის ლაკებს ასხავენ ხოლმე ბოლო სურათზე, რაც გვაქვს წარმოდგენილი. ესე იგი, შემდეგ სლაიდზე გადავიდეთ, მოდი. შემდეგი სლაიდი ეს არის, რასაც ჩვენ რეკომენდაციას უწევთ. ეს ახლა ჩვენ მაღაზიებში გაყიდვაში არ გვაქვს, მაგრამ შეგიძლიათ გამოიწეროთ, ჩამოიტანოთ, ძალიან მნიშვნელოვანია პოლირების პროცესის დროს, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ ვიმუშაოთ. ეს არის მზომები, ეს არის ლაკის მზომები. აქ უნდა გავმიჯნოთ და არ უნდა აგვერიოს მთავარი რამე, რომ იაფიანის შემთხვევაში, როცა აი ჩინეთიდან იწერენ ხოლმე, ის ზომავს არა მხოლოდ ლაკის სისქეს, არამედ ის ზომავს თლიან სისქეს. ნახოთ, აი ამ სურათზე რომ წარმოვიდგინოთ, ესე იგი აი აქედან აქამდე მანქანის ძარიდან მოყოლებული გრუნტის საღებავი ლაკი თლიანად ზომავს. და რომ ჩვენ როცა გვაინტერესებს, თქვა შეიძლება მანქანა შენაღებია, იქ შეიძლება ძალიან დიდი რაოდენობით იმისთვის, რომ ეს მეტალის ზედაპირი გაესწორებინათ, შპაკლი იყოს წასული. ამიტომ ძალიან რთულია იქ გავიგოთ, გავმიჯნოთ, რამდენია ლაკის სისქე. აქ ესეთ იაფიან მზომებში ჩვენ უბრალოდ გავიგებთ მანქანის სხვადასხვა დეტალს შევადარებთ, დავუშვათ კარზე გავზომავთ ჭერზე, გავზომავთ თქვა წინა მხარეს და
ესე გავიგებთ სად უფრო გვაქვს, რომელ მონაკვეთში გვაქვს ლაკის თხელი ფენა შედარებით, რომ იქ არ ვიმუშაოთ ძლიერი პირველი პირის პასტებით, არ გავაკეთოთ მეორე, მესამე პირო, ბევრი ფენა არ მოიჭრას, რომ ბოლოს ლაკი აღარ დარჩეს მანქანაზე, მაგრამ ჩვენ გირჩევთ ნორმალური ფასის, ნორმალური ბრენდის შეარჩიოთ ეს მზომები, რომელიც მხოლოდ ზუსტად გაგიზომავთ ლაკის სისქეს. ეს უნდა ვიყიდოთ ორი სახის, პირველი სახის არის, რომელიც ზომავს ანუ რკინის მეტალის დეტალზე და მეორე სახის არის, რომელიც ზომავს პლასმასის დეტალებიდან, ანუ მანქანაზე სადაც გვაქვს თქვა შიტოკი ეგრეთ წოდებული, რასაც ვეძახით, აი თქვა სარკე და ასე შემდეგ, რომელიც არის პლასმასის დეტალი, პლასმასის დეტალებიდან ზომავს პირველი კატეგორია, მეორე ზომავს ჩვეულებრივ მთლიან მანქანაზე, ანუ რკინის დეტალიდან ლაკის სისქეს. ესაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რამდენი გვაქვს ლაკის სისქე, რომ რა საშუალებას გვაძლევს თვითონ ავტომობილზე დარჩენილი ლაკი, რომ რომელი პასტით ვიმუშაოთ, თქვა იქ ღრუბელი ავარჩიოთ, ქეჩა ავარჩიოთ, რომელი აპარატით გავაკეთოთ, ამას აქვს ასევე დიდი მნიშვნელობა. არის ძალიან საინტერესო ზოგადად ვისაუბროთ, ჩავშალოთ რისთვის მოდის მოყავს კლიენტს ჩვენთან ავტომობილი პოლირებაზე. რა არის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ჩვენ მუშაობთ პოლირებაზე. აი ეს არის ის დეფექტები, ამ სურათს მინდა კიდე ერთხელ რომ ძალიან კარგად შევხედოთ, აქ კარგად არის ნაჩვენები, ის დეფექტები, რის გამოც მანქანას utardeba პოლირება. ნახეთ, აქაც ესე არის წარმოდგენილი, vehicle body ეს არის ავტომობილის ძარა, ძარის შემდეგ არის პრაიმერი, გრუნტი, გრუნტის შემდეგ არის საღებავი და საღებავის შემდეგ რო წარმოვიდგინოთ, აი ეს არის გამჭვირვალე ლაკის ფენა. ეხლა ეს ლაკის ფენა როგორი დაზიანებები აქვს, რის გამოც ჩვენ ჭირდება პოლირება. ნახოთ, ანუ პირველ და მეორე შემთხვევაში ამას ეძახიან swirl markers, spider webbings, ანუ აი პაუწინებს ეძახიან რუსულად, ანუ ამას ეს არის ძალიან მიკრო ნაკაწრები. პირველი მეორე შემთხვევის მიკრო ნაკაწრები ძირითადად წარმოიქმნება ხოლმე სამრეცხაოს გამო, არასწორი რეცხვის გამო, რადგან ორი ფაზით არ ირეცხება, ამაზე წინა ვიდეოში ვილაპარაკე, რომ რა მნიშვნელობა აქვს ხელის შამპუნით მანქანის გარეცხვას, რომ აი ესეთი დაზიანებები არ გამოვიწვიოთ, ეს არის მიკრო ნაკაწრები. შემდეგ უკვე მოდის ეს არის deep scratches, ანუ შედარებით ღრმა ნაკაწრები, ნუ ამ შემთხვევაში ორი ნაკაწრი გვაქვს და აქ ნაჩვენები გვაქვს, რომ აი ეს ნაკაწრი ჩასული არის უკვე თითქმის საღებავამდე, ამას უკვე ნუ არაფერი არ აკლია. ეს არის ღრმა ნახაზები. რა თქმა უნდა, პროფესიონალური, სწორი პოლირების სისტემით კეთების შემთხვევაში, ამ შემთხვევაში როგორც თქვა, გვაქვს კოხის სისტემა, აი ასეთი ტიპის ღრმა ნაკაწრების გაქრობა ვერ მოხდება. თუ ასეთი ტიპის ღრმა ნაკაწრები რო ამოვიღოთ, უბრალოდ ლაკი აღარ დაგვრჩება ზედაპირზე. პოლირების ზოგადად სისტემა, სწორი პროფესიონალური გულისხმობს რას? ნახაზი, აი დავუშვათ აქ რო ეს ეხლა ჩვენ დავხატოთ, რომ კიდე უკეთესი წარმოდგენა გავაკეთოთ, საერთოდ რა არის ეს პოლირების სისტემა, წარმოვიდგინოთ, ნახეთ, აი ეს არის ლაკი, ლაკის ფენა. დავუშვათ პირობითად არის 40 მიკრონი. აი ეს სისქე. აქ გვაქვს ჩვენ ნახაზი და დავუშვათ პირველ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს აი აქამდე ჩასული ნახაზი. მეორე შემთხვევაში ნახაზი გვაქვს, რომ აი ძალიან ღრმა ნახაზია და თითქმის საღებავის ფენაზეა. ახლა აქეთ რა თქმა უნდა ქვევით გვაქვს საღებავი. საღებავი. ეხლა რა ხდება პოლირების დროს? პოლირების დროს ხდება ლაკის ჭრა და გაპრიალება ერთდროულად. ანუ პირველ შემთხვევაში ამ ნახაზს ჩვენ ამოვიღებთ, რადგან პოლირების პასტა დაიწყებს მუშაობას, მოიჭრება ლაკი, ნახეთ, მოიჭრება, აი ეს ლაკი დაგვრჩება უკვე. თან გაპრიალდება და ეს ნახაზი რა თქმა უნდა ამოვარდა. ეს ნახაზი აღარ გვაქვს, იმიტომ რომ აქ ლაკი აღარ გვაქვს საერთოდ. მაგრამ აი ეს ნახაზი მაინც დარჩება. ჩვენ რო კიდე გავაგრძელოთ პოლირება, თქვათ, მეორედ გავაკეთოთ, მესამედ, მეოთხედ ერთ და იგივე პასტა. ეს მოიჭრება, ჩამოვა და ბოლოს ეს ნახაზი რო ამოვიღოთ, აი ამ სისქის ლაკი დაგვრჩება, პრაქტიკულად გადავატყავებთ მანქანას და თავიდან გახდება შესაღები. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი კლიენტს კარგად ავუხსნათ ეს მოდესეს. ნუ რა თქმა უნდა, ამას ახსნა არ უნდა რომ ესე დაუხაზოთ რაღაც ღრმად ველაპარაკოთ, უბრალოდ მარტივად უნდა აუხსნათ, რომ პოლირების პროცესი ეს არის ლაკის ჭრა და გაპრიალება ერთად და რადგან ნახაზი არის ძალიან ღრმად, მოიჭრება იმხელა რაოდენობის ლაკი, რომ მანქანა გახდება უკვე შესაღები. აი ჩვენ შემდეგ სურათებში გაჩვენებთ, რომ მზეზე დიდხანს როცა ლაკი თხელი ფენა გააჩერებ მანქანას, როგორ იწვება
იწება ლაკი. შეიძლება კერხელის ძლიერმა ჭაოლმაც ლაკი რო გინახეთ ფურცელივით რო აიღებს მანქანიდან. აი ეს ყველაფერი არის არასწორი პოლირებების ბრალი, რომ ხშირი პოლირება ჩაუტარდა ამ მანქანას და არასწორად, ისე რომ ისე იჭრებოდა ძლიერად ეს ლაკი, რომ უკვე ლაკის ძალიან თხელი ფენა დარჩა და თავიდან შესაძლებელი თუ გახდა მანქანა, მაშინ პოლირებას ხო არანაირი აზრი აღარ აქვს. აი ეს არის რაც ვისაუბრეთ ღრმა ნახაზებზე. შემდეგი არის უკვე ეს ბაფერმარკი, ესაც მიკრო ტიპის ნახაზები არის. აი ეს ორი არის მნიშვნელოვანი, ეს არის მჟავიანი წვიმა. ეს მჟავიანი წვიმა არის ისეთი შემცველობის, რომელიც აზიანებს ლაკის ზედაპირს და ნახეთ, აი ესე ჭრის დინარის კალაპოტივით აკეთებს, ჭრის და ჩადის შიგნით ლაკში. ნუ არა რა თქმა უნდა ღრმად, მაგრამ ამ სიღრმეზე ამას აზიანებს, რომ პოლირება ჭირდება. თუ მოკლედ აი დავინახეთ, რომ მანქანაზე ხო ვერ მოხსენით, ვერ შამპუნით, ვერ სხვადასხვა ქიმიით ეს წყლის წვეთის ლაქებია თუ წვიმის ლაქები, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ აი ეს დაზიანება და ამას უკვე პოლირება ჭირდება, იმიტომ რომ ლაკში შედარებით ღრმად ჩავიდა და დააზიანა ლაკი. და ეს ბოლო შემთხვევა contamination-ი, რასაც ქვია, ეს არის ჩამჯდარი ჭუჭყები მანქანაში. ანუ დროთა განმავლობაში რეცხვამზე, წვიმა, აი ეს გარემო პირობები აკეთებს იმას, რომ ავტომობილში ხდება თვალით უხილავი ჭუჭყების ჩაჯდომა შიგნით. ეს ხოლმე კარგად ჩანს, აი თითი შეგიძლიათ გადაუსვათ ლაკზე და თითზეც კი იგრძნობ, რომ არ პრიალებს. არ არის გლუვი და იდეალური ზედაპირი და ეს არის აი ეს contamination-ი ჩამჯდარი ჭუჭყები. აი ამ ჩამჯდარ ჭუჭყებსაც რა თქმა უნდა დამუშავება ჭირდება. მოკლედ გვაქვს სხვადასხვა ტიპის დაზიანება, რომ შევაჯამოთ, შეიძლება ეს დაზიანება გამოიწვიოს თქვათ წვიმამაც, მჟავიანმა წყალმა და ასე შემდეგ, აი ესეთი ტიპის დაზიანება. შემდეგი არის ჩამჯდარი ჭუჭყები, ესეთი ტიპის დაზიანება, რასაც ასევე პოლირება და მუშაობა ჭირდება. გვაქვს მიკრო ლაითი ნაკაწრები, სხვადასხვა სიღრმის და გვაქვს ხოლმე ავტომობილზე შედარებით უფრო ღრმა ნაკაწრები, რომელზეც აი აქ დავხატეთ ეს და დეტალურად ვილაპარაკეთ, რომ პროფესიონალურ შემთხვევაში ეს რატო არ ამოდის. ბარემ აქვე მივაბად ორი სიტყვით ვთქვათ, ძალიან ბევრი პოლირების პასტა არის ბაზარზე ესეთი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ფილერებს, ანუ შემავსებლებს. რას ნიშნავს ეს შემავსებლები, რო წარმოვიდგინოთ, აი თავიდან რო აქ დავხატოთ, ნახეთ, ეს არის თქვათ ლაკი, აი აქამდე არის თქვათ პირობითად ნახაზი, ჩასული ფილერიანი პასტა რას აკეთებს? თქვათ კოხის შემთხვევაში, როცა გვაქვს პროფესიონალური პასტა, ხდება ლაკის ჭრა და გაპრიალება ერთდროულად. ამ შემთხვევაში ხდება ფილერით შევსება აი ამ ნაკაწრის, აი აქ ჩადის ეს შემავსებელი. ეს არის შემავსებელი. შემავსებელი მარტო სილიკონი არ არის, შეიძლება ეს იყოს სხვადასხვა ტიპის ქიმია, ანუ გახურდება ზედაპირი აპარატის მუშაობის შედეგად, როდესაც ხურდება, რა თქმა უნდა, ის ფართოვდება და შემდეგ უკვე ეს შემავსებელი ჩადის აქ და ესე ივსება პრიალა ზედაპირით ეს ნახაზი, ესენი გლუვდება და თვალისთვის ხდება უკვე ეს შეუმჩნეველი. მერე უკვე რამოდენიმე გარეცხვა, რეცხვის ქაფი ხდება, იქ მექანიკა ტილოთი გამშრალების დროს, მზე გაცხელება, გაგრილება და აი ეს ნაკაწრი ისევ თავიდან იწყებს ეს ფილერი ამოსვლას და თავიდან იყრება ისევ ეს ნახაზები. ეს არის რა თქმა უნდა არაპროფესიონალური მიდგომა, იმიტომ რომ ესეთი ტიპის პასტებით მუშაობა ძალიან ბევრ პოლირების სპეციალისტს უადვილდება, იმიტომ რომ აქ არ ჭირდება პასტების შერჩევა, არ ჭირდება ქეჩა, გუბკა, ნებისმიერ ღრუბელს აიღებ, შენ უბრალოდ ზედაპირი გადაახურე, გადახურების შედეგად შემავსებლად გადაიქცევა ეს პასტა და კლიენტს მოწონს, ეხა იქ როცა მოდის, თქვათ, მეორე, მესამე დღეს და დასრულდა პოლირება, შეხედა რომ თავისი მანქანა პრიალებს და კარგია. მერე წაიყვანა ერთხელ გარეცხა, ორჯერ გარეცხა, აი ამ პროცესში მოხდა აი ესეთი რაღაცა, რომ ეს ყველაფერი ამოვიდა და თავიდან გამოჩნდა. მარტო ამ ფილერიანი პასტების შემთხვევაში არ ხდება, ეს შეიძლება ვინც კარგად მუშაობა არ იცის, სწორ კარგ პასტებსაც იყენებდეს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დაემართოს ეს, რომ არ კონდეს კარგი განათება, არ იყენებდეს თქვათ ანტისილს, ანუ აბიჟიროკას ვეძახით ამას, ცხიმების მოსაშორებელს, არ იცოდეს როგორი სიჩქარით რანაირად უნდა აკეთოს, რასაც ჩვენ პრაქტიკულ ვიდეოში თეორიის შემდეგ ყველაფერს გაჩვენებთ, მაგრამ თეორია არ გამოტოვოთ, იმიტომ რომ აქ ჩვენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან რაღაცას ვიტყვით, რაც მერე გამოგადგებათ იმაში, რომ პრაქტიკაშიც გამოგადგებათ და აღარ მოგიწევთ ბევრი კითხვების დასმა, ეს რატოა ისე, ის რატოა ისე. ამიტომ ეს შეიძლება ახლა 1 საათიანია თუ საათნახევრიანი ვიდეო ცოტა მოსაბეზრებელი იყოს, მაგრამ თუ გულისყური თავიდან ბოლომდე მოусმენთ, ძალიან ბევრ ახალ რაღაცას გაიგებთ,
რაც მე პრაქტიკაში აუცილებლად კოხის სისტემით თუ იმუშავებთ, გამოგადგება. კარგად, ამ სლაიდიდან მოდი ახლა გადავიდეთ შემდეგზე. ხა ჩვენ მოდი განვიხილოთ თან ერთ თემაზე რო არ ვილაპარაკოთ და არ იყოს ეს მოსაბეზრებელი რომ 1 საათი პოლირების პასტაზე არ ვისაუბროთ, გადავიდეთ ახლა პოლირების აპარატებზე ვისაუბროთ. რამდენი სახის პოლირების აპარატი გვაქვს, იმიტომ რომ პოლირება ვიცით რომ ხელით ვერ კეთდება, არის რაღაც ვაქსები, მაგრამ ვაქსი არ უზრუნველყოფს იმას, რომ ნაკაწრები ამოვიღოთ და პროფესიონალი პოლირება გაკეთდეს, ხო? ამიტომ ჩვენ გვაქვს რამოდენიმე სახის პოლირების აპარატი. პირველი აპარატი ჩვენ ამას ვეძახით როტორულ აპარატს. აი ეს არის როტორული აპარატი, ნახოთ. აი ეს არის ჩვეულებრივი როტორული აპარატი, რომელსაც აქვს თავისი ბრუნის სიჩქარეები და უბრალოდ წრიულად ბრუნავს. მეც არაფერს არ აკეთებს. როტორული აპარატი პლუსი ის არის, რომ ყველაზე კარგად იღებს ნახაზებს, ანუ როდესაც მუშაობთ პირველი პირის პასტით და თავისთავად თავიდან ამოცანაა, რომ ეს დაზუმფარებული იქნება თუ ისედაც ნახაზები მაქსიმალურად ამოვიღოთ, ვიცოდეთ, რომ ყველაზე ძლიერად, ყველაზე კარგად ამ საქმის შესრულება შეუძლია როტორულ აპარატს. ყველაზე დიდი რაოდენობით ლაკს ჭრის და ყველაზე კარგად იღებს ნახაზებს. მაგრამ როტორული აპარატის მინუსი რაც არის ის, რომ დიდი ფენის ლაკის ჭრის გამო ჩდება ჰოლოგრამები. როტორული აპარატი წარმოქმნის ჰოლოგრამებს. აი ეს დახაზული, აი ეს არის ზუსტად ჰოლოგრამები. ჰოლოგრამები აი ესე გამოიყურება მანქანაზე, ეს ახლა ძალიან კრიტიკული შემთხვევა არის ამ სურათზე ნაჩვენები. ნახეთ, აი ფანარს დაანათებ, ან ძალიან კარგად ჩანს ხოლმე ეს ყველაფერი მზეში, ნახეთ. აი ესენი არის ჰოლოგრამები, როცა აი ეს სხივები აირეკლება რომ მიანათებ, აი ეს არის ჰოლოგრამები. ჰოლოგრამებს წარმოქმნის როტორული აპარატით და ძლიერი პირველი პირის პასტით მუშაობა. ახლა აქაც არის პროფესიონალიზმი, ჩვენ ვისაუბრებთ ახლა შემდეგში მომზადებაზე, როგორ უნდა მომზადდეს ავტომობილი, სანამ პოლირებას გავაკეთებ და ახლა ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ სწორად ვამზადებთ და ვიცავთ ამ წესებს, ჰოლოგრამების შემდეგ გვაქვს მინიმალური რაოდენობით, თუნდაც როტორული აპარატით მუშაობის დროს. და რა თქმა უნდა, როცა აპარატით მუშაობა ვიცით. შემდეგი აპარატი, ეს არის ორბიტალური აპარატს ვეძახით ამას. ორბიტალური არის ისეთი ტიპის აპარატი, რომელიც ტრიალებს ისევე როგორც როტორული აპარატი, მაგრამ თან აი ესე ორბიტებზე გადის აქეთ-იქით, გადის არსებობს 15 მმ-ზე გადის და არსებობს 21 მმ-ზე, რომელიც არის გამსვლელი და ეს ორბიტალური აპარატები წარმოქმნის ჰეიზებს. გასვლის გამო ესე აბლაბუდასავით ჰეიზები წარმოიქმნება. აი ხო ნახოთ რა არის ჰეიზები. ნახეთ, აი ეს არის ჰეიზები. ახლა აქეთა შემთხვევაში ნახეთ თავიდან იყო დახაზული ესე შემდეგ გაკეთა პოლირება და ნახეთ ღრუბელივით რო დაანათებ სითეთრე თუ არის გარშემო, ეს არის ძალიან მიკრო ნაკაწრების სითეთრის, რომელსაც ვეძახით ჩვენ ჰეიზინგს და ეს ორბიტალური აპარატები წარმოქმნის აკეთებენ ჰეიზინგს. მაგრამ ამასაც რა თქმა უნდა ბოლო პირის ფინიშის პასტით, ანტიჰოლოგრამა, ანტიჰეიზი პასტებით ჩვენ ჩვეულებრივად ვაგვარებთ უპრობლემოდ. ზოგადად როგორ უნდა მოხდეს აქ დაკვირვება ამაზე, ყველაზე კარგად, რა თქმა უნდა, ყველა ტიპის განათლება გვაქვს, მაგალითად აქ როგორიც არის პირობითად სკანგრიპი, ხელის ფანრები და ასე შემდეგ, ეს ძალიან გვეხმარება, რომ კარგად დავინახოთ განსაკუთრებით, როცა თქვა შიდა სივრცეში ვაკეთებთ ავტომობილს და მზეზე გარედან ჩანს ესე, ნახეთ ეს ჰოლოგრამები და ჰეიზები, ავტომობილს ვაჩერებთ ისე რომ მზე უყურებს მოპირდაპირე მიმართულებიდან დგებით მზის საპირისპირო მიმართულებით ვდგებით და დაახლოებით ესეთი 20 გრადუსიანი დახრა უნდა იყოს. აი თქვა წინა მხარეს ყველაზე კარგად ჩანს ხოლმე კაპოტის მხარე რაც არის, აქეთ ჩვენ ვდგევთ, მეორე მხარეს უნდა იყოს მზე და დაახლოებით აი ამ დახრით გვერდიდან უყურებთ, არ შეგვეშალოს და ესე პირდაპირ არ ჩავხედოთ ხოლმე ესე, იმიტომ რომ ესე ძალიან ცოტა დაზიანება ჩანს და მით უმეტეს ჰოლოგრამები და ჰეიზები არ ჩანს. ამიტომ ყველაზე კარგი დასანახი არის, როცა გვაქვს მზის სინათლე, გარეთ გავაჩერებთ კარგად გარეცხილ მანქანას და აი ესეთი კუთხით დავხედავთ, აქ ძალიან კარგად ჩანს უკვე ეს ჰოლოგრამები და ჰეიზები. და კარგად დავინახავთ და კარგად შევხედავთ. აქ ეხა მოდი კიდევ დაუბრუნდეთ მე მინდა ცოტით
ბარემ კარგად ჩავშალოთ ეს პოლირების აპარატები კიდევ ერთხელ. ანუ პირველი როტორული აპარატი, რაზეც ვისაუბრეთ, რომელიც ჩვეულებრივ უბრალოდ ბრუნავს. მეორე, ახლა კიდე აქ რო განსხვავებები დავინახოთ, ესე იგი dual action polisher, ეს ორბიტალური აპარატი, რაზეც ვისაუბრე, ანუ ბრუნავს და თან გადის 15 მმ-ზე, ძირითადად გვჭირდება ეს ორი ტიპის აპარატია ხოლმე გამოყენებაში. არსებობს კიდევ რო ვიცოდეთ forced rotation polisher, ეს მაგალითად მაკიტა ჩვენ გვაქვს გაყიდვაში, რომელიც გადის 5.5 მმ-ზე და ეს forced rotation-სა და ამას შორის განსხვავება ის არის, რომ forced rotation-ი არ ჩერდება, ანუ შიდა მექანიზმი პოლირების აპარატის ისეა გაკეთებული, რომ თუ მაგალითად ორბიტალურ აპარატს ჩვენ დავაწვევით ან რაღაცა კუთხით ოდნავ მიაწვევი, ის ვიბრაციას დაიტოვებს და ბრუნვას გააჩერებს, იმისთვის რომ მაქსიმალურად კუთხეებზე გადასვლაზე უსაფრთხო იყოს და ლაკი მთლიანად არ მოუხსნათ. Forced rotation-ის შემთხვევაში ბრუნავს გასვლა აქვს 15 და 21 მმ-ის მაგივრად 5.5 მმ და forced rotation-ი ამ შემთხვევაში არ ჩერდება. ანუ მუშა მდგომარეობაშია ისეთი გადაბმა. ეს არის უკვე ექსცენტრიკი, რომელსაც გამოიყენებენ, უკეთესი არის ჰაერზე, რომელიც მუშაობს. ეს არის საშკურკი აპარატი, რომელსაც ასევე გასვლა აქვს 5.5 მმ. ეხლა ვიდეოში რო წარმოვიდგინოთ, აი ამას უყუროთ კარგად, ნახეთ ვიდეოში რო ნახოთ ეს როგორ არის. პირველი ეს არის როტორული აპარატი, რომელიც უბრალოდ ბრუნავს ერთ ადგილზე და ყველაზე კარგია პირველ პირზე სამუშაოთ, რომ ნახაზები ამოვიღოთ, თუ გვაქვს საშუალო და ღრმა ნახაზები, ასევე დაზუმფარებული ნაშკურკი მონაკვეთები თუ გვაქვს. შემდეგი არის forced rotation-ი, აი მაკიტა რაც გაჩვენეთ მე. ხედავთ? აი ბრუნავს როგორც ორბიტალური აპარატი, მაგრამ 5 მმ-ზე აკეთებს გასვლებს. ეს არის free spinning-ი, ნახეთ. როგორც კი ოდნავ დააწვევი, dual action აპარატი, როგორც კი ოდნავ დააწვევა და გაჩერდა, ნახეთ. გაჩერდა, ჩაირთო. გააჩერა ბრუნვა, ჩაირთო. ანუ როგორც კი წონა ან კუთხეზე ოდნავ მიაწვევით ამ მანქანის ზედაპირზე აპარატს, ჩერდება, ეს ჩერდება უსაფრთხოებისთვის, რომ ლაკის ფენა არ მოხსნათ განსაკუთრებით კუთხეებზე და გადახრის დროს. ეს არის ორბიტალური აპარატი. ახლა გადავიდეთ ჩვენ აპარატებზე ცოტა ხანს გავჩერდეთ, აღარ გავაგრძელოთ საუბარი. ისევ დაუბრუნდეთ მოდი პოლირებას. ამ სურათზე კარგად არის ნაჩვენები, ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ტიპის ნაკაწრები, რა თქმა უნდა ჩამჯდარი ჭუჭყი და ასე შემდეგ, ეს არის ამ პირველ სურათზე და აი პოლირების სისტემა რა არის, ნახეთ, აი ესე მივყვები ჭრას, რასაც გულისხმობდი მე, აი ესე იჭრება ეს ნაკაწრები. და თან ხდება ამისი გაპრიალება. ისე რომ არ გქონდეს ნაკაწრები, არ გქონდეს ჩამჯდარი ჭუჭყები, არანაირი ჰოლოგრამები, საბოლოოდ უნდა დასრულდეს და უნდა მივიღოთ აი ესეთი შედეგი. რომ თუ გქონდა მიზანი ჩვენი ეს არის, რომ თუ გქონდა აი აქეთ ამ ხალეს ნახეთ, უკვე ფერიც აღარა აქვს ლაკს, არის ძალიან ბევრი სხვადასხვა სახის ნაკაწრები, აი აქედან უნდა მივიღოთ აი ეს შედეგი. აბსოლუტურად უჰოლოგრამოთ, უჰეიზოთ, უნაკაწროთ იდეალური შედეგი. აი აქედან უნდა მივიღოთ ეს. ეს არის პოლირების რა თქმა უნდა მიზანი. ეხლა ვისაუბროთ, მოდი რა არის ძირითადი ფაქტორები, რაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად, მაღალი შედეგით და ხარისხიანად გავაკეთებთ პოლირებას. ჩამოვთვალოთ, ეხლა რა არის ეს ფაქტორები, რა უნდა ვიცოდეთ, პოლირების დროს რა უნდა დავიცვათ, რომ ეს შედეგი მაქსიმალურად კარგი მივიღოთ. პირველი ფაქტორი მივყვეთ ესე, ეხლა ამისი ესე დაპრიორიტეტება ცოტა რთული იქნება, უბრალოდ მოდი მე ყველას ვიტყვი ერთად და რატო ამას ავხსნი. პირველი ეს არის წნევა, ნახეთ, როგორ დავაწვევით პოლირების აპარატს ზედაპირზე. იმიტომ რომ არ შეიძლება ძალიან დავაწვეთ, იმიტომ რომ ესეთ შემთხვევაში ძალიან სწრაფად ხურდება ლაკი და იქცევა შემავსებლად. აქ არის რისკი, რა თქმა უნდა, ვინც დამწყებია, რომ შეიძლება დაიწვას კიდევაც ლაკის ზედაპირი. შემდეგი გვაქვს უკვე განათებები, ანუ წნევა უნდა იყოს ამას მე პრაქტიკაში უკეთესად ვისაუბრებ, ბევრი რო არ ვილაპარაკო, ანუ არც ძალიან არ ვაწვევით, არც ისე არ ვარ გარო, უბრალოდ მიდებული იყოს ზედაპირზე, დაახლოებით 2-3 კილოგრამით ვაწვევით, დამოკიდებულია რომელ მონაკვეთზე ვაკეთებთ, ეს კაპოტის მონაკვეთია, კარის მონაკვეთია.
და რომელი პირის პასტა, თუ პირველ პირზე მუშაობთ, იქ ოდნავ მეტად ვაწვევით, თუ ბოლო პირის ფინიშის პასტით მუშაობთ, იქ უბრალოდ მიდებული უნდა იყოს და არანაირი დაწოლა არ გჭირდება. პირველი არის წნევის ფაქტორი, უნდა დავარეგულიროთ და ვიცოდეთ. მეორე არის ესე იგი განათების ფაქტორები არის, რომ განათება, როგორც სამუშაო სივრცის განათება, ისი აუცილებლად გჭირდება ამ ტიპის ფანრები, რომელიც აკეთებს როგორც თბილ ნათებას, მზის ნათებას, ისი აკეთებს სტანდარტულად შედარებით უფრო ცივ ნათებასაც. ნათებაზე ცალკე ვისაუბრებ, რამდენი კელვინის ნათურები უნდა შევარჩიოთ როგორც ბოქსში გაზნათებისთვის, ისე როგორი ტიპის ფანრები გჭირდება, რომ ეს ყველაფერი კარგად დავინახოთ. განათებას აქვს რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, სხვანაირად უბრალოდ ეს დეფექტები ვერ გამოჩნდება და აუცილებლად გამოგრჩება რაღაცები. შემდეგი არის პოლირების აპარატის ტიპი, რა ტიპის აპარატით მუშაობთ, რაც ახლა ბოლოს ვთქვით, რომელია ეს როტორული აპარატი, ორბიტალური აპარატია, ძირითადად ეს ორია და განსხვავებები ვთქვით ამათ შორის, კიდევ ვისაუბრებ ამაზე. შემდეგი არის აპარატის სიჩქარე, რომელ პასტაზე რა სიჩქარის, ბრუნის სიჩქარით ვამუშავებთ აპარატს, ამას აქვს მნიშვნელობა. კუთხე, ანუ გადახრის კუთხე, აპარატი გვიდევს თქვათ სწორად ზედაპირზე თუ გადახრილი გვაქვს აპარატი, ესაც აკეთებს სხვაობებს. პოლირების რომელი პადით ვაკეთებთ, ანუ ხა ჩვენ შემთხვევაში აქ ფერების მიხედვით, პოლირების პასტებს შეესაბამება ფერების მიხედვით თავისი პადები. თავისი პადები ეს არის განკუთვნილი, იქ სირბილის მიხედვით, სირბილე განსხვავდება, აქ თვითონ ხარისხი განსხვავდება, ამისი მატერიის დაჰაერება განსხვავდება, ანუ პასტაზე არის მორგებული თავისივე პადი და აქ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არ უნდა მოხდეს არევა პასტის და პადის. ანუ ძალიან ბევრ ტესტს აკეთებს კოხის ქარხანა იმისთვის, რომ თითოეულ პასტას შეურჩიოს მისთვის ყველაზე გამოსადეგი, ყველაზე მაღალი შედეგი რომ დადოს ისეთი პოლირების პადი. ამიტომ ყველა პასტაზე უნდა ვიხმაროთ კოხისავე პოლირების პადი, რომ შედეგი იყოს მაქსიმალური. შემდეგი გვაქვს უკვე პოლირების პასტა, რა თქმა უნდა, რომელი პოლირების პასტას ხმარობთ, რა ზედაპირი გვაქვს, ანუ ლაკებზე რო ვისაუბრეთ, თქვათ, რბილ ლაკს ვაკეთებთ, შედარებით საშუალოს თუ მყარ კერამიკულ ლაკზე ვმუშაობთ. როგორი არის ტემპერატურა, გარემო ტემპერატურა, ესაც არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როგორც თქვათ, წინა ვიდეოშიც ვახსენეთ, როცა ჩვენ ქიმიებზე ვლაპარაკობდით, არ შეიძლება პოლირება გაკეთდეს, რა თქმა უნდა, ცხელ ზედაპირზე მაღალ ტემპერატურაში, როგორც არის თქვათ 25-30 და ზემოთ ტემპერატურები, იმიტომ რომ პასტა აბსოლუტურად სხვანაირად იქცევა უკვე ზედაპირზე და ის თავის სამუშაოს ვეღარ ასრულებს, არც ყინვაში და ძალიან სიცივეში არ შეიძლება გაკეთდეს, ამასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. როგორი ტიპის დეფექტები გვაქვს და ასე შემდეგ. ეს არის ძირითადი მნიშვნელოვანი ფაქტორები, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს, რომ მივიღოთ საბოლოოდ მაქსიმალურად კარგი შედეგი. ახლა ამ ფაქტორებზე მე პრაქტიკულ ვიდეოშიც და დღესაც კიდე დამატებით ვისაუბრებ და დამატებით ვილაპარაკებ. პოლირების პასტა ძირითადად რა შემადგენლობის არის, ახლა თითოეული ეს პასტების ზოგადი შემადგენლობა რო ვთქვათ რა არის. ანუ პირველი ეს ყველა პოლირების პასტა პირველი შედგება აბრაზივისგან, აბრაზივს ეძახიან ეს მარცვლები რაც არის, ზოგი ხელში ხორხოშელას ეძახის და ასე შემდეგ, სხვადასხვა სახელს არქმევენ, მოკლედ. ესენი არის აბრაზივები და აქ უნდა ვიცოდეთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ კოხის პოლირების პასტა შედგება ალუმინიუმ ოქსიდის აბრაზივისგან, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ხარისხიანი და ძვირადღირებული მისაღები აბრაზივი პოლირების პასტებისთვის, რომელიც არის მაქსიმალურად გამოირჩევა ყველა ტიპის ლაკზე, მაქსიმალურად კარგი ჭრით და ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ რისკები იმის, რომ ლაკი გადახურდება, ძალიან დაჰოლოგრამდება და ისეთ არასრულფასოვან ზედაპირს მივიღებთ, არის მაქსიმალურად მინიმალური. ანუ მთელ მსოფლიოში ითვლება, რომ ეს ალუმინიუმ ოქსიდის მარცვალი არის ყველაზე ისეთი კარგი ძვირადღირებული მარცვალი, რომელიც ამ საქმის კეთებაში ჩვენ ვეხმარებთ. ესე პირველი არის აბრაზივი, ყველაზე დიდი რაოდენობით, განსაკუთრებით პირველი პირის პასტები, რა თქმა უნდა, აწყობილია და შეიცავს აბრაზივებს. აქ ხა კიდე დამატებით თავი არ მოგაწყინოთ, მინდა ვთქვა შემდეგი, რომ კოხის პოლირების პასტები ფილერებს, აი ხედავთ თუ არის გადახაზული, არ შეიცავს. ფილერი ეს არის შემავსებელი, რომელიც აქ გაჩვენეთ, რომ შეივსოს დროებითი კოსმეტიკა გაკეთდეს ამ ნაკაწრების,
კოხის პასტები ფილერებს არ შეიცავს, შეიცავს დამატებით sealing კომპონენტებს. Sealing კომპონენტები ეს არის სხვადასხვა ტიპის ვაქსები, იმისთვის რომ მივიღოთ მაქსიმალურად მეტი სიპრიალე და დაცვა მზის სხივებისგან, რომ ლაკი არ გაყვითლდეს და ასე შემდეგ, ანუ არ წავიდეს ცუდი პროცესები ლაკში. ეს არის sealing კომპონენტები და გვაქვს უკვე სხვადასხვა სოლვენტები და დანამატები, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი უზრუნველყოფს ეს ზეთები იმას, რომ აი ამ აბრაზივებმა, მარცვლებმა მუშაობის დროს ისე იარონ სწრაფად ზედაპირზე, რომ არ დაიკაწროს, ანუ მაქსიმალურად ისრიალონ, ისლიკინონ ზედაპირზე. კიდევ არის გამაგრილებლები, აი როგორც ავტომობილის ძრავს ჭირდება გაგრილება, ისე ჭირდება სხვადასხვა ტიპის გამაგრილებლები პოლირების პასტას, რომ ძალიან არ გადახურდეს და არ დაიწვას ლაკი. და ეს არის ძირითადი შემადგენლობები, ეს არის აბრაზივები, პირველი, მარცვალი, რაც უზრუნველყოფს ზედაპირზე ლაკის ჭრას. მეორე, ეს არის უკვე სხვადასხვა sealing და ვაქსის დანამატები, რომლებიც უზრუნველყოფენ სიპრიალეს და დაცვას ზედაპირის. მესამე დანამატი ეს არის, რომ გაგრილება მოახდინოს, აი ამ მუშაობის დროს, როცა იხეხება ლაკის ზედაპირი, რომ ძალიან არ გაცხელდეს და გაგრილდეს ზედაპირი, ეს არის მესამე კომპონენტი. აქ თქვით, რომ კიდე ფილერი, რომელიც შემავსებელი, რომელსაც ჩვენი პასტები შემავსებლებს არ შეიცავენ, ну ძირითადად ეს არის და არის კიდე რა თქმა უნდა სხვადასხვა ქიმიური დანამატები პოლირების პასტაში, რომელიც ეხა ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, რომ რა ყველა ქარხანას, ყველა მწარმოებელს აქვს თავისი ფორმულა, თავის ფორმულებით მუშაობენ და ეს არის ეს დამატებითი დანამატები. აი აქაც სურათზეც რომ დავაკვირდეთ, აი ეს სითეთრე ნახეთ, ახალი წასმული აქვს, ეხა რა თქმა უნდა დიდი რაოდენობით პოლირების პასტა, რომ ჩვენ კარგად დავინახოთ, აი ეს თეთრი მარცვლები არის ეს მარცვალი, აბრაზივები, ალუმინიუმ ოქსიდის მარცვლები. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ შენ რომ მიიღო პასტის სხეული, ანუ პოლირების პასტა ისეთი, როგორცაც თქვათ, ეხა ჩვენ მწარმოებელი ამ შემთხვევაში კოხი გვაწვდის, არის ძალიან რთული. ეს გადის ძალიან ბევრ პროცესებს, რომ საბოლოოდ გათვლილი იყოს აქ რა პროცენტულობით რომელ პასტაში უნდა იყოს ეს მარცვალი აბრაზივი, რამდენი მიკრონი ლაკი უნდა მოიჭრას, რა პროცენტი ჭირდება ეს ვაქსები, დანამატები, სხვადასხვა გამაგრილებლები, აი ამ ქიმიების სწორი შერჩევა, მერე სწორი შერევის პროცესი გვაძლევს უკვე აი პალეოკის პასტას იმ სახით, რა სახითაც ვიღებთ, ამიტომ ეს არ არის მარტივი პროცესი, ეს არის ძალიან რთული პროცესი, რომ საბოლოოდ მაქსიმალურად ხარისხიანი პოლირების პასტა მივიღოთ. აქ შეგვიძლია ამას შევხედოთ ესე მიკროსკოპში ეს ალუმინიუმ ოქსიდი, ის მარცვალი, რაზეც ვილაპარაკე, რომ რაც აკეთებს ნახაზების ამოღებას და ჭრას გამოიყურება აი ესე. ნუ ქიმიური ფორმულა არის ეს. სიმყარე ამ მარცვლის, ესე იგი hardness-ი 10-იანი შკალიდან თუ ავიღებთ, რომ 0-დან 10-მდეა სიმყარე და 10 არის მაქსიმუმი, ამ ალუმინიუმ ოქსიდის სიმყარე არის დაახლოებით 9.6, ზომა ამისი მარცვლების მერყეობს 0.1-დან 5 მიკრონამდე, აი ეს არის გაზომა, ეს ნუ მაქსიმუმია, მაგრამ ხელას რა თქმა უნდა არავინ არ იღებს და თითო აგლომერატის ზომა 1-დან 20 მიკრონამდეა. აქ ბარემ ამასაც ვისაუბროთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი რამე, ხარისხი, თვითონ ამ მარცვლის ხარისხი. ეს რას გულისხმობს, რომ მაქსიმალურად იდეალური არის, რომ პოლირების პასტაში იყოს ერთი ზომის მარცვალი სულ და არა პატარა, საშუალო და დიდი ეს ხორხოშელა მარცვლები, აი ეს არის იდეალური, დაუშვათ იყოს 10. მაგრამ როგორც წესი, ამას ვერც ერთი მწარმოებელი ვერ ახერხებს, რომ ზუსტად ერთი და იგივე ზომის მარცვლები იყოს და ამიტომ ყველაზე ცუდ ვარიანტად მიიჩნევა ის, რომ აი 0-დან 30 მიკრონამდე ეს წითლად რაც არის, სადაც ყველანაირი გვხდება 5, 15, 25, 30 ყველა ზომის მარცვალი გვხდება. ამ დროს არ ხდება ნახაზების მოხსნა კარგად, ვერ ხდება ჩაშლა მარცვლების და ზედაპირზე რჩება მარცვლები, ანუ ჩაიშლება ჯერ რა თქმა უნდა პატარა ზომის მარცვლები, მერე საშუალო და ამ დროს უკვე ისეა გახურებული ზედაპირი, ეს ზეთებიც აღარ ყოფნის, რომ ნორმალურად იაროს პოლირების აპარატმა და ზედაპირზე რჩება დიდი ზომის მარცვლები. ეს არაფრისთვის კარგი არ არის, უბრალოდ მწარმოებელს, ვინც არიან შედარებით ისე თქვა იაფიანი პასტების მწარმოებლები, ისინი ირჩევენ ხოლმე ამ გზას. კოხის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს დაახლოებით აი ამ დიაპაზონში, რომ წარმოვიდგინოთ, ანუ სადღაც 0-დან 5-დან აი ამ დიაპაზონიდან 15-მდე მერყეობს.
აი ამ დიაპაზონიდან არის მარცვლების ზომა. Რომ არც ძალიან დიდი არ იყოს, მე ზემოთ 20, 25, 30 და ასე შემდეგ, რომ ერთდროულად მოხდეს თითქმის ყველა მარცვლის ჩაშლა მუშაობის პროცესის ბოლოს ზედაპირზე. გადავიდეთ პოლირების პადებზე, პოლირების ღრუბლებზე. აქ როგორც ვახსენებ, პასტის ეტიკეტის ფერის მიხედვით არის ასევე პადის ფერები შერჩეული, ისე რომ რომელი პასტის, რომელი პოლირების ღრუბელია ძალიან მარტივი იყოს და აქ არაფერი არ აგვერიოს. ეს მიყვება ესე იგი ესეთი სისტემით, პოლირების პასტების მიხედვით გვაქვს ყველაზე რბილი, შემდეგ უფრო შედარებით ხისტება მიდის ზევით. ანუ პოლირების პასტებიც ესეა, ნახეთ, აი მივყვებით თქვათ ყველაზე რბილით, აი ამითი ყველაზე მსუბუქი პასტით, მერე უკვე ჭრა ძლიერდება და ამ ჭრასთან ერთად უკვე რა თქმა უნდა თავისივე პადების სიმტკიცე, შემადგენლობას და ეს ყველაფერიც რა თქმა უნდა მაღლა მიდის და ძლიერდება. ეხლა ერთ-ერთს ავიღებ მე ერთ-ერთ პოლირების ღრუბელს და ამაზე ვისაუბრებ, რატო არის კოხის პოლირების ღრუბელი ამ ფორმის ესეთი რისგან შედგება, ასე შემდეგ როგორ უნდა გამოვიყენოთ და როგორ უნდა მოუვაროთ მე ამ პოლირების ღრუბელს. ნახეთ, ეს არის შედარებით თხელი. ეხლა ვინც იცის დაახლოებით მეტნაკლებად გარკვეულია, გაუკეთებია, ბაზარზე არის ხოლმე ესე არა მისაკრობია, არამედ რეზბა აქვს თავისი და შედარებით ორჯერ უფრო სქელი ღრუბლები არის. ეს ორჯერ უფრო სქელი ღრუბლები რო წარმოვიდგინოთ, არის აი ესეთი, ნახეთ, მიკროსკოპში ჩანს აი ეს, ნახეთ. ეს არის დახურული ფორები და უფრო მეტი პლასმასისგან შედგება ვიდრე რეზინისგან. და როცა პოლირებას ვაკეთებთ, ეს დახურული ფორები ამ მტვერს და იმას გარეთ ყრის, მანქანის ზედაპირზე ყრის და პასტა და ის მტვერი ყველაფერი იზილება ერთმანეთთან. მერე რა თქმა უნდა ეს უფრო მარტივად ხმება ხოლმე, უხმება თავი, მერე ბიჭები დანით ჭრიან ამას და წვალობენ, რა თქმა უნდა ერთნაირ ზედაპირს მერე მაინც ვერ იღებენ და რაც ყველაზე ცუდია, როცა ესეთი პლასმასია ძირითადად დახურული ფორებია, ძალიან სწრაფად ახურებს ზედაპირს. ანუ ზედაპირის გადახურება ხდება ძალიან სწრაფად. მე ხა აქ ვეცდები რამდენად გამოჩნდება გაჩვენოთ ეს, რომ აი აქ ჩვენ გვაქვს აი ამ განათებაზე შეიძლება ეს გამოჩნდეს. აი ნახეთ, ეს არის ღია ფორები. აი შეხედეთ. როგორც მე ხა აქ სინათლეა, სინათლე ნაკლები იყოს, უფრო შორს წავიდოდა. ეს არის აბსოლუტურად ღია ფორები. ეს ღია ფორები ახლა რას უზრუნველყოფს, რომ ვიცოდეთ. ნახეთ, აი ეს არის კოხის პადი, ნახეთ ამ ხარეს. ეს ღია ფორები უზრუნველყოფს იმას, რომ მტვერი გარეთ არ გამოიდევნება, შეგვიძლია დავაჰაერო და მერე გამოვა ეს მტვერი აქედან. კარგი გაგრილება ხდება, ანუ აი ამ ნასვრეტებში ჰაერი კარგად მოძრაობს და აქ დაზღვეული ვართ, რომ ნაკლებად გადახურდება ზედაპირი, არ დაიწვება ლაკი, ნაკლები რა თქმა უნდა ჰოლოგრამები და ასე შემდეგ სხვა პრობლემებისგან აბსოლუტურად დაზღვეული ვართ. რატო არის ეს შედარებით თხელი და არ არის უფრო სქელი? რაც უფრო დაბალია, ამას ფიზიკაში ქვია ტორსული ძალები, მეტი ტორსული ძალები წარმოიქმნება ზედაპირზე მუშაობის დროს, სრიალის დროს და ბევრად უკეთესად ხდება ნახაზების მოჭრა, ლაკის მოჭრა, ვიდრე სქელი პადის შემთხვევაში იქნებოდა, ამიტომ გააკეთეს ეს ესეთი თხელი. რატო აქვს შუაში აი ეს ნახრეთი, ესაც არის დამატებითი გაგრილება, რომ ნაკლებად გადახურდეს ავტომობილის ზედაპირი. აი ეს არის ამისი ფუნქცია. რა თქმა უნდა, ხარისხი არის მაქსიმალურად კარგი. დაახლოებით რომ დავსვათ კითხვა, აი რამდენ ავტომობილს ყოფნის, პირველი პირის პადებს აქ რა თქმა უნდა უფრო მეტი შრომა უწევთ, მეტი დაწოლა, იმიტომ რომ ეს პირდაპირ ნახაზზე და მაღალაბრაზიულ პასტაზე მუშაობს. თუ ვამუშავებთ როტორულ აპარატზე, როტორული აპარატის შემთხვევაში აი ჩვენი დაახლოებით გამოკითხვით 3-დან 6 მანქანაზე უნდა ვივარაუდოთ. ეს დამოკიდებული მინიმუმ 3 მანქანაზე გეყოფათ, შეიძლება ჩვეულად სტანდარტულად 4-ზე, შეიძლება 6 მანქანაზე ჩვეულებრივად. დამოკიდებულია მანქანის ფართზე, როგორი სამუშაოა, რამდენი ნახაზებია, ვინ მუშაობს, ასე შემდეგ, ბევრი ფაქტორზეა ეს დამოკიდებული. რაც მთავარია კიდე ერთი, რაც უნდა გავითვალისწინოთ ამ პადებში ის არის, რომ უნდა მოხდეს ამ პადების დაჰაერება და უბრალოდ შეიძლება აი ნებისმიერი უნივერსალ კლინერით, როგორც ჩვენ გვაქვს თქვა ქიმწმენდის სითხე, ეს არის GS Green Star-ი, გააზავოთ 1-10-თან, უბრალოდ აქეთან მხრიდან კარგად მიასხუროთ, ჩოთქით ან ხელით ამოვიღოთ ეს მტვერი, რომ გასუფთავდეს და საკმარისია.
ასევე შეიძლება იყიდება პადვოშერები, რომელიც არის ძალიან პრაქტიკული და აი პადის მოვლისთვის არის ძალიან კარგი გზა. ეს პადვოშერი უბრალოდ შეიძლება გამოიწევოთ, ეხლა ამ წუთას ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ რომ კოხი საკმაოდ ძვირი დაჟდა, კოხი ამას არ აწარმოებდა, მე რაღაც პერიოდში არც ჰქონდათ. ძალიან ბევრია ბაზარზე და ეს შეგიძლიათ გამოიწევოთ. პადვოშერის სისტემა როგორია, რომ აპარატიანად ჩაყოფთ ამ პადვოშერში, იქ სითხე ასხია, დაატრიალეთ კბილანები იმაშობა და ჭუჭყიც ძვრება და ერთიო დაატრიალოთ ძალიან მარტივად 5 წუთში უკვე შრება. და ეს პადვოშერი თუ გაქვთ, რა თქმა უნდა, უფრო დიდხანს და კარგად იმუშავებს, უფრო მეტად შევინახავთ, მაგრამ თუ არ გაქვს პადვოშერი, უბრალოდ GS-ი გრინსტარი შეგიძლიათ გააზავოთ, კარგად მიასხუროთ აქეთ ამ ხალეს, გაჩოთკოთ ან დააჰაეროთ და ეს აბსოლუტურად საკმარისი იქნება. როგორც ვახსენეთ, ესე იგი თუ გვაქვს წითელი უკანა ფერი, ყუთიც არის რა თქმა უნდა წითელი, ეს არის განკუთვნილი აი ამ პასტებისთვის. და აქ ეს ჩვენ რა თქმა უნდა არ აგვერევა, ვერ აგვერევა. შემდეგია გვაქვს, ესე იგი, რამოდენიმე სახის ქეჩა გვაქვს და ქეჩებზე ლაპარაკი არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ნიშნულოვანი პროდუქტი პოლირების პროცესის დროს. ძალიან ბევრმა ეს არ იცის, ბევრმა ვისგან გაგვიგია, რომ ადრე წლების წინ რაღაცა ერთხელ გავტესტე, მაგრამ მე არ მომეწონა, მაგრამ აი დარწმუნებულები იყავით ამაში, ამას სრული 100%-ით ვამბობ, პასუხს ვაგებ ამაზე, რომ ქეჩის გარეშე მუშაობა არის ძალიან რთული, განსაკუთრებით ისეთ მანქანებზე, როგორ მანქანებსაც საქართველოში ჩვენ ვიღებთ. ქეჩა არის რამოდენიმე სახის. ეხლა თუ პოლირების აი ეს ღრუბლები ყველა მუშაობს როგორც როტორულ ჩვეულებრივ აპარატზე, ასევე შეგვიძლია დავაგოთ ორბიტალურ აპარატზე. მაგრამ ქეჩის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ცალკე ქეჩები, რომლებიც მუშაობს ორბიტალურ აპარატზე და ცალკე ქეჩები, რომლებიც მუშაობენ როტორულ აპარატზე. აი ეს რომელიც არის ესეთი თხელი ქეჩა, აი ეს თხელი ქეჩა მუშაობს ორბიტალურ აპარატზე. ეს თხელი ქეჩა უნდა დავაგოთ ორბიტალურ აპარატზე. გვაქვს ეხლა აქ აი ამ ტიპის ქეჩა, რომელიც შედარებით უფრო სქელი ქეჩაა, ნახეთ? აი ეს უკვე შედარებით უფრო სქელი ქეჩა არის. აი ეს სქელი ქეჩა მუშაობს სტანდარტულ როტორულ აპარატზე, ამით უნდა გავაკეთოთ პოლირება როტორულ აპარატზე. და ასევე გვაქვს ეხლა ეს არის ბოლო ახალი ვერსია. აი ძალიან მაღალი ჭრის ქეჩა, როდესაც თქვათ არ ვიცი გერმანული მანქანები დავუშვათ HS-ის ლაკით, ან არის კერამიკული ლაკის მანქანები და გვაქვს ძალიან აი ხისტი ლაკი, ღრმა ნახაზები, ეს იდეალურად ყველაზე კარგად ჭრის, ვაგებთ ამას როტორულ აპარატზე და მუშაობს როტორულ აპარატზე. ეხლა რომ წარმოვიდგინოთ, რატო იღებს ქეჩა უკეთესად ნახაზებს, ორჯერ მეტად უკეთესად ჭრის და იღებს ნახაზებს, ვიდრე გუბკა, ნახეთ? რომ წარმოვიდგინოთ, ესე იგი, თუ ჩვენ აი აქ გვაქვს ეს ჰორიზონტი, აქ მანქანის ზედაპირი, აქამდე არის ნახაზი ჩასული, რამდენიც არ უნდა დავაწვეთ ამას. ეს გუბკა ამის ზედაპირის ქვეშ ვერ ჩადის და შესაბამისად გუბკას უჭირს მოხსნას ნახაზები. რასაც ვერ ვიტყვით უკვე ქეჩაზე, იმიტომ რომ ნახეთ, ქეჩა ჩადის სიღრმეში, ნახეთ, ამისი ბეწვები ჩადის ნახაზების სიღრმეში და იდეალურად ჭრის ლაკს. ანუ ქეჩა ორჯერ ძლიერად იღებს ნახაზებს და ჭრის, ვიდრე ნებისმიერი სახის, თუნდაც აი ყველაზე მაგარი პირველი პირისთვის განკუთვნილი გუბკა. მაგრამ აქ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამას აქვს ახლა თავის პლუს მინუსები ქეჩით მუშაობას. ერთი ყველაზე დიდი პლუსი ქეჩას ის აქვს, რომ რაც შეიძლება კარგად ხსნის ნახაზებს, მაგრამ მეორე მინუსი ის აქვს, რომ ჭრის დიდი რაოდენობით ლაკს ზედაპირიდან და როტორული აპარატის შემთხვევაში წარმოქმნის ჰოლოგრამებს, ორბიტალური აპარატის შემთხვევაში წარმოქმნის ჰეიზებს. მაგრამ ხშირ შემთხვევაში უბრალოდ სხვა გზა არ არსებობს, როდესაც გვაქვს ძლიერი დაზიანება, ხა ღრუბლით რო არ გავაკეთოთ ერთ და იგივე პირის პასტა ორჯერ, სამჯერ და ოთხჯერ, რა თქმა უნდა ვიღებთ ქეჩას და მუშაობთ ქეჩით და ვცდილობთ რომ რა თქმა უნდა პირველი პირის ერთი გაკეთებით მაქსიმალურად ნახაზები მოხსნათ და მერე უკვე სხვა პირის პასტა ვამუშავთ. ესე იგი ქეჩის დანიშნულება ეს არის განსაკუთრებით კარგი მუშაობა ნახაზების მოხსნაზე პირველ პირში. გვაქვს ცალკე როგორც ორბიტალური აპარატის ქეჩები, ისე როტორული აპარატის სხვადასხვა ტიპის ქეჩები. ზომები ახლა ჩვენ უბრალოდ აქ საჩვენებლად გვაქვს 150-იანი დიამეტრით ყველაფერი, ეს გვაქვს რა თქმა უნდა 125-იანი, უფრო პატარა დიამეტრით, 76-იანი და უფრო მოდის დიამეტრები ქვევით.
ეხლა მე მინდა რომ ზოგადად ვისაუბროთ ამ პოლირების სისტემაზე, როგორი სისტემით მუშაობს კოხი. ეხლა აი ყველაზე მარტივი რო თქვათ, დავუშვათ ტრიემის პოლირების პასტას ბევრი იცნობს, ვისაც თქვათ კოხი არ გაუტესტავს, ნახავს ამ ვიდეოს და ფიქრობს რომ როგორ გატესტოს და აი რა სისტემით იმუშავებს. ტრიემის შემთხვევაში არის ესეთი სისტემა: პირველი პირის პასტა, მეორე პირის, მესამე და მეოთხე უკვე სილანთი ან ვაქსი. ანუ ეს უნდა გააკეთო თავიდან ბოლომდე ეს პასტები 3-4 პირი, რომ შენ მიიღო კარგი სრულყოფილი შედეგი. ესე იგი, კოხის შემთხვევაში გვაქვს ესეთი სისტემა და აი მინდა ამაზე ცოტა ვცლად ვისაუბრებ და მე კიდე ვისაუბრებ, როცა პრაქტიკას გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად აი ამომწურავი და გასაგები იყოს. მოდი სანამ ამ სლაიდზე გადავალთ ახლა, მე მინდა რომ ზოგადად ყველა პოლირების პასტა გაგაცნოთ, ახლა აქ რაც გვაქვს ჩვენ წარმოდგენილი. და გვაქვს ესე იგი ესეთი სისტემა. ნახეთ, წითელი პოლირების პასტები, რომლებიც არის, ეს არის B9, შემდეგი ეს არის H9, H9 და შემდეგი გვაქვს აქ H8. აი სამი პასტა გვაქვს წარმოდგენილი, რომელსაც აქვს წითელი ზოლი და ნახეთ აწერია heavy cut. ანუ სამივეს აწერია heavy cut, ნახეთ. heavy cut, რაც ნიშნავს ძლიერ ჭრას. ანუ სამივე ეს პასტა, პირველიც, მეორეც და მესამეც არის პირველი პირის პასტები, რომელიც მაქსიმალურად ჭრიან ლაქს და რა თქმა უნდა ვიყენებთ მაშინ, როცა გვაქვს საშუალო და ღრმა დაზიანებები. აი ამ სამ პასტას, H9-ს, B9-ს და H8-ს. ეხლა აქ საინტერესო ის არის, რომ კოხის ბოთლზე ჩვენ გვაქვს, ნახეთ, ორი შკალა, პირველი შკალა და ქვევით მეორე შკალა. აქაც პირველი შკალის ციფრი და ქვევით მეორე შკალის ციფრი. ეხლა ამ შემთხვევაში H902 პასტის შემთხვევაში პირველ შკალაზე 9-დან 9 და აი ნახეთ 9-დან 0 გვაქვს კათი, ანუ მოჭრა, ნახაზის ამოღება, ლაკის ჭრა. ანუ ეს გვაჩვენებს იმას, რომ ეს პასტა მაქსიმალურად ჭრის და იღებს ნახაზებს. ესე იგი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პირველი პირის პასტა. ამას ხვდებით აი ამ შკალით, რადგან კათის შკალა, ლაკის ჭრის შკალა არის მაქსიმალური. მეორე შკალა ეს არის გლოსი, ანუ ეს არის სიპრიალე. როგორი სიპრიალე დარჩება ამითი გაკეთების შემდეგ? სიპრიალე გვაქვს, ესე იგი 9-დან ამისი სიპრიალე არის 6 და 0. აქაც წერია, ნახეთ, 6 და 0. ანუ ამ პასტას აქვს ორი მაჩვენებელი, ორი შკალა. პირველი მაჩვენებელი ეს არის კათი, ანუ ჭრის მაჩვენებელი, როგორ ჭრის ლაკს, რამდენად ძლიერია ლაკის ჭრაში, რომ ნახაზები ამოიღოს და მეორე მაჩვენებელი ეს არის გლოსის სიპრიალის მაჩვენებელი. ნებისმიერ პასტაში, რაც უფრო მაღალია ჭრის მაჩვენებელი და შედარებით დაბალია სიპრიალის მაჩვენებელი, რა თქმა უნდა ეს იმას მიანიშნებს, რომ ეს არის პირველი პირის პასტა, ასევე წარწერაც heavy cut, ანუ მძიმე ჭრა, ძლიერი ჭრის პასტა არის. ეხლა რა არის ამათ შორის სხვაობები? ჯერ მოდი შევადაროთ H8 და H9 ერთმანეთს. შევადაროთ ძალიან მარტივად. ქიმია ამაში ყველაფერი ერთია, ფორმულა ერთია, რითიც კეთდება. უბრალოდ აქ ჭრა ლაკის გვაქვს 9-დან 0 H3-ის შემთხვევაში, რასაც H8-ში გვაქვს 8.5. ანუ ეს პასტა უფრო სუსტია ნახაზების ამოღებაში და ლაკის ჭრაში, ვიდრე H9 და მეორე, ნახეთ, სიპრიალე H3-ის შემთხვევაში გვაქვს 6-დან 0, ამის შემთხვევაში გვაქვს 5-დან 0. ანუ აქაც გარდა ჭრისა მეტი სიპრიალე დარჩება თუ H3-ით გავაკეთებ, შედარებით ნაკლები სიპრიალე დარჩება თუ H8-ით გავაკეთებ. ანუ აი ამ ორი შკალის შედარებით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ამ პასტას რომელი ფუნქცია აქვს მეტი, რომელი აქვს ნაკლები. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გვაჩვენებს, რომ H9 უფრო კარგად მოჭრის ლაქს, ანუ ამოიღებს ნახას და უფრო მეტი სიპრიალეს დარჩება, ვიდრე H8-ს. მაგრამ აქ სხვაობა იმდენად ცოტაა ამ ორ პასტას შორის, იმდენად ნაკლებია სხვაობა, რომ ძალიან ბევრი ფასის გამო, დაბალი შედარებით ბიუჯეტურობის დაბალი ფასის გამო, პირველი პასტად ირჩევს H8-ს და არა H9-ს. და შემდეგი ეს არის უკვე ბოლო ვერსია კოხის, ეს წინა წელს გამოვიდა ეს პასტა, ეს არის B901. ნახოთ რა წერია, ესე იგი heavy quick cut, ანუ მძიმე სწრაფი ჭრა. ეს პასტა უფრო სწრაფად მუშაობს,
ვიდრე ეს ორი, როგორც ჰქონდა თქვა H9 და H8-ის შემთხვევაში. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პასტა ოდნავ უკეთესად იღებს ნახაზებს, ვიდრე H9 იღებს. ასევე ის არის მნიშვნელოვანი, რომ ახალ შენაღებ მანქანაზე, როცა აი ლაკს არ აქვს სრულად შრობა დამთავრებული, დაუშვათ 1 კვირის წინ შეიღება, 10 დღის წინ შეიღება და კიდე ვატყობთ, რომ აი დაზუმფარების გაშკურკვის დროს ამ მანქანას კიდე გაშრობა ჭირდება. ეს ესეთი ტიპის ლაკებზეც ბევრად კარგად მუშაობს, აკონსერვებს, რომ მერე დროთა განმავლობაში სითეთრე არ წამოიღოს ამ ლაკმა და ამაზე ძალიან კარგად მუშაობს. ესე იგი, რო შევაჯამოთ ეს პასტები, წითელი ზოლი, heavy ქათი, ანუ ძლიერი ჭრა, ეს არის პირველი პირის პასტები და სხვაობები ძალიან მარტივია რომ მივხვდეთ, უბრალოდ უნდა წავიკითხოთ ეს ორი შკალა, რამდენია ქათი, ანუ ლაკის ჭრა სიძლიერე და რამდენი არის ეს გლოსი, სიპრიალე, ამის მიხედვით მივხვდებით, რომელია ცოტა მეტი ჭრის, ნაკლები ჭრის, სიპრიალის და ასე შემდეგ. შემდეგი პასტა ეს არის F601. F601 არის ძალიან პოპულარული პასტა, მარტო საქართველოში არა, ეს პასტა პოპულარულია მთელ მსოფლიოში. პრაქტიკულად შეიძლება ვთქვათ, ეხლა მე ესე რა თქმა უნდა თავს ამაზე ვერ დავდებ, მაგრამ როგორც ჩვენი პარტნიორები, დიტეილერები გვეუბნებიან, ანუ ანალოგი არ აქვს სხვა ბრენდში იმდენად კარგი ფუნქციური პასტა. მოდი ჯერ სახელი წავიკითხოთ, ესე იგი რა ქვია ამ პასტას, ეს არის fine ქათი, ანუ ეს არის არა იმ შემთხვევაში heavy ქათი ძლიერი ჭრა, ეს არის უკვე fine-ი, ანუ კარგი ჭრა, საშუალო ჭრა. იმასთან შედარებით, რომ შევადაროთ H9-ს, ნახეთ, 9-დან ჭრის კოეფიციენტი ამას აქვს 6-დან 0, ანუ უფრო ნაკლები სიძლიერისაა ნახაზების ამოღებაში, ვიდრე იყო B9, H9 ან თუნდაც H8, მაგრამ სამაგიეროდ სიპრიალე უფრო მეტი აქვს. ყველაზე კარგი სიპრიალე აქ ქონდა H9-ს და ქონდა 6-დან 0. ამისი სიპრიალე არის, ნახეთ, 7-დან 0. ანუ ეს პასტა ჭრის კი შედარებით ნაკლებ ლაკს შესაბამისად ნაკლებად ძლიერია ღრმა ნახაზების ამოღებაში, მაგრამ სამაგიეროდ ტოვებს ძალიან კარგ სიპრიალეს, მინიმალურ ჰეიზებს და ჰოლოგრამებს. ანუ ამ პასტით გაკეთების შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ თავისი ღრუბლით გავაკეთეთ, ხო, პრაქტიკულად ჰოლოგრამაც არ რჩებათ, ანუ ბევრი ამბობს, რომ უბრალოდ ამ პასტით იწყებენ და ამთავრებენ, იმდენად კარგ შედეგს დებს. ამიტომ კოხის რეკომენდაცია არის ესეთი, რომ არ დაიწყოთ პოლირება პირდაპირ პირველი პირის პასტებით. იმიტომ რომ ზოგი ფიქრობს, რომ ვიცი რომ ეს ყველაზე ძლიერია, კარგად იღებს ნახაზებს და მოდი დავიწყებ პირდაპირ ამით. იმიტომ რომ ეს დამოკიდებულია ლაკზე, დამოკიდებულია დაზიანებებზე, ანუ ნაკაწრების სიღრმეზე და ყოველთვის კოხი გვირჩევს, რომ დავიწყოთ, გავტესტოთ F6. F6 თავისივე აი ამ გუბკით, აი ესეთი გუბკა აქვს F6. და თუ გუბკა ვერ ამოიღებს ამ ნახას, მე უკვე ვიცით ორბიტალურის ქეჩა და ორბიტალურის აპარატით შეგვიძლია გავაკეთოთ, როტორის ქეჩები და როტორული აპარატის ქეჩით შეგვიძლია გავაკეთოთ. თუ F6-ით ვერ ამოიღეთ ეს ნაკაწრი, ანუ ლაკი გამოდგა შედარებით მყარი, ნაკაწრები იყო ღრმა, F6-მა თუ არ იმუშავა, ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია გადავიდეთ მძიმე ჭრის პირველი პირის პასტებზე. ანუ F6 ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ მეორე პირის პასტას და შეგვიძლია დავარქვათ პირველი პირის პასტას. აუცილებლად ჯერ F6-ით მოვტესტოთ, ხო არ გამოდის ეს სამუშაო კარგად და თუ F6-მა ვერ ამოიღო, მერე გადავიდეთ ამაზე. ანუ F6 არის პირველი პირიც, შეგვიძლია გავაკეთოთ ესე რომ F6 იყოს მეორე პირიც. დაუშვათ დაიწყოთ H9-ით, გააგრძელოთ F6-ით და შემდეგ ფინიშით დაასრულოთ. მაგრამ ყველაზე კარგი რეკომენდაცია, რასაც კოხი გვაძლევს, არის ის, ან დაიწყეთ heavy ქათებით, ან დაიწყეთ F6-ით. პირველი მოტესტეთ F6-ით, თუ F6-მა ვერ ამოიღო ნახაზი, შემდეგ heavy ქათით და შემდეგ უკვე დამასრულებელი პასტები. შემდეგი პასტა გვაქვს, ну, აი აქ ჩვენ ნაკლებად ვიმუშავეთ ისედაც ამ დროის განმავლობაში ამ პასტაზე, მაგრამ დავინახეთ ჩვენ თვითონ რომ ტესტავთ, რამდენად კარგი პასტაა ეს P6 და ყველას უწევ რეკომენდაციას რომ ამ პასტით იმუშაონ. ეს არის უნივერსალური პასტა, რასაც ეძახიან, ანუ ერთი პასტით ვიწყებთ და ერთი პასტავე ასრულებს. ამას სხვა პასტა არ ჭირდება, ამ პასტით ვიწყებთ და ვასრულებთ, ეს არის უნივერსალი. ეს უნივერსალი ჭრით არის 6-დან 0, ისეთივე სიძლიერის ჭრა აქვს როგორც F6-ის პასტას ქონდა, მაგრამ სიპრიალე აქვს უფრო მეტი და კიდევ უფრო მეტი ვიდრე F6, ანუ 8-დან 0, შეიცავს სილანთებს, აი აქ აწერია, ეს არის
სილენთის კომპონენტები, რომელიც უზრუნველყოფს თვეობით შენარჩუნდეს სიპრიალე და ბლესკი მანქანაზე, ისე რომ არ მოხდეს ამ სამრეცხაოების გამო ამ სიპრიალის დროთა განმავლობაში დაკარგვა და რაც ყველაზე მთავარი და ყველაზე კარგი პლუსი აქვს ამ პასტას არის ის, რომ თავისივე პადით მუშაობს ისე, რომ არ ტოვებს არანაირ ჰოლოგრამებს და кейზებს და მოჭრაც აქვს აბსოლუტურად ისეთი fine cut-ის და საშუალო მოჭრა. ეხლა არის ხოლმე კითხები, რომ რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ეს უნივერსალური პასტა. როდესაც არ გაქვთ ღრმა ნახაზები, გაქვთ ნორმალურად სამუშაო ლაკი, ეს უნდა აუცილებლად გატესტოთ. აქ აღარ გიწევთ უკვე 2 და 3 პასტის გამოყენება, ერთი პასტით იწყებ და ამთავრებ და ეს პასტა იხარჯება კიდე მაქსიმალურად ძალიან ეკონომიურად. ძალიან ცოტა დაახლოებით მანქანაზე 100-დან 200 გრამამდე გააჩნია ახლა ზომა, შეიძლება 120, შეიძლება 180, მაქსიმუმ 200 გრამი შეიძლება დაიხარჯოს. ნახეთ, ეს არის თავისივე ფერის პადი. ეხლა აქ საინტერესოა, რატო აქ აი ეს მწვანე ზოლი, ნახეთ? აი პატარა მწვანე ზოლი გასდევს. ეს პატარა მწვანე ზოლი აქვს, იმიტომ მწვანე ზოლი კოხში ნიშნავს ვაქს. აი მაგალითად ეს პასტა მთლიანად ვაქსიანი პასტა არის, რომ მწვანე ზოლი აქვს. ეს პატარა მწვანე ზოლი მიუთითებს, რომ ცოტა რაოდენობით P6-ის პასტა შეიცავს ვაქსებს. რაც რა თქმა უნდა უზრუნველყოფს მეტ სიპრიალეს. P6-ის პასტა უკეთესია, რომ გააკეთოთ ორბიტალური აპარატი და არ გააკეთოთ როტორული აპარატი. თქვათ, ამ პასტების შემთხვევაში, რაც თქვით, თქვათ, პირველი პირები, რაზეც ვისაუბრე, ეს F6, ესენი შეგიძლიათ გააკეთოთ როტორული, შეგიძლიათ გააკეთოთ ორბიტალური, აქ უკვე სხვაობა ვიცით, იმიტომ რომ ჩვეულებრივი როტორული აპარატი უკეთესად ხსნის ნახაზებს, ორბიტალური აპარატის პლუსი ის არის, რომ ნახაზებს ნაკლებად ხსნის, მაგრამ არ აჩენს ამ ჰოლოგრამებს ძლიერი ჭრის დროს და კარგ ფინიშს გვაძლევს, კარგ სიპრიალებს გვაძლევს ორბიტალური აპარატი და უფრო მარტივად გამოსაყენებელიც არის, ნაკლებად ვიღლებით, როცა მუშაობთ ორბიტალური აპარატით. P6 უნდა გავაკეთოთ აუცილებლად ორბიტალური აპარატი. თუ არ გვაქვს ორბიტალური აპარატი და გვინდა გავტესტოთ, შეიძლება გაიტესტოს ჩვეულებრივად როტორულ აპარატებს, უნდა ვამუშაოთ უბრალოდ ნაკლები დაწოლით ზედაპირზე და სიჩქარე არ იყოს მაღალი, რაც შეიძლება დაბალი სიჩქარით ვამუშაოთ. შემდეგ მოდის უკვე იასამნისფერი ზოლის პასტები, ეს არის M3 და P3. ესენი არის ანტიჰოლოგრამა პასტები, ფინიში, დამამთავრებელი პასტები. ამ პასტებით ჩვენ ვასრულებთ მუშაობას, როგორც არის P3 და M3. განსხვავებები არის ის, რომ P3, ნახეთ, აი ამ მწვანე ზოლს თუ დავაკვირდებით, შეიცავს დამატებით ვაქს, კარნაუბას ვაქს შეიცავს P3, შესაბამისად P3 სიპრიალე არის 9.5, ანუ მაქსიმალური სიპრიალის შკალა აქვს, ხოლო M3 სიპრიალე ოდნავ ნაკლებია და M3 არის 9.0 სიპრიალით. როდის უნდა გამოვიყენოთ P3, როდის უნდა გამოვიყენოთ M3? ეხლა აქ ზოგი ირჩევს პირდაპირ M3-ს და ამბობს, რომ არ უნდა ვაქსიანი პასტით დასრულება და M3-ით კარგად ხედავს ყველაფერს და პირდაპირ ასრულებს, ესაც ოკეია და შეიძლება. მაგრამ ძირითადი რეკომენდაცია ეს არის ხოლმე, რომ P3 გამოვიყენოთ სტანდარტულად თუ მარტო პოლირებას ვაკეთებთ მანქანაზე, მაგრამ თუ კიდე რამე გაგრძელებას ვაკეთებთ, დაუშვათ ვაკერამიკებთ მანქანას, ან ვაქს უსვამთ, ან სხვადასხვა სილენს, ანუ არის პოლირების შემდეგ რამე გაგრძელება გვინდა რომ გავაკეთოთ, ესეთ შემთხვევაში უნდა დავასრულოთ M3-ით, რომ მაქსიმალურად უვაქსო და სუფთა ზედაპირი დავახვედროთ ამ კერამიკას ან ნებისმიერ სხვა ქიმიას, რითიც ვაგრძელებთ. იმიტომ რომ კერამიკას და ვაქსებს, რითიც პოლირების შემდეგ გრძელდება, გჭირდებათ მშრალი სუფთა ზედაპირი, რომ კარგად შეეჭიდონ ამ ზედაპირს, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაძლონ ზედაპირზე და თუ თქვათ გვაქვს კერამიკა, რომელიც ახლა ჩვენ შემთხვევაში მაგათად ეს არის ორმანქანიანი კერამიკა, კერამიკ ბოდი, რომელიც არის თქვათ 3 წლიანი კერამიკა, თუ ეს კერამიკა ამ კერამიკამ უნდა გაძლოს 3 წელი და ჩვენ ახლა არასწორად გავაკეთებთ, ანუ დავასრულებთ P3-ით, ანუ ლაკში გვექნება ჩამჯდარი ვაქსები, ამან შეიძლება გაძლოს 2 თვე ან 5 თვე და უბრალოდ ამ ვაქსის მოხსნასთან ერთად დროთა განმავლობაში მანქანის ზედაპირის გაცხელება, გაგრილებასთან ერთად, ამის ზედაპირზე რაც იქნება, ამის ზემოდან, ანუ კერამიკაც რა თქმა უნდა მოშორდება და მოიხსნება. როგორ უნდა გავიგოთ კერამიკა არის თუ არა დარჩენილი მანქანაზე? აუშვათ, ყველაზე მარტივი მეთოდი არის ხოლმე, რომ
წყალი დავასხათ. ანუ კერამიკის შემთხვევაში მანქანას უნდა ქონდეს ძალიან კარგი ჰიდროფობი. რა არის ეს ჰიდროფობი? როცა მანქანის ზედაპირზე წყალი არ ჩერდება, ანუ სწრაფად მოდის წყლის წვეთები. ამას კერამიკას რო გააკეთებთ და შემდეგ პირველივე მეორე გარეცხვალზე შეამჩნევთ, რომ ძალიან სწრაფად, როგორც კი მიასხავთ წყალს, ძალიან სწრაფად მოდის. და თუ უკვე გავიდა, თქვათ 2 თვე, 5 თვე რაღაცა პერიოდი გავიდა და თქვენ შეხედეთ, რომ ეს არ მოდის ისე სწრაფად, თვალით შესამჩნევი არ არის, ეს ნიშნავს იმას, რომ კერამიკა აღარ არის მანქანის ზედაპირზე და უკვე გვაქვს ჩვეულებრივი ლაკი. ეხლა გადავალ უკვე ამ სლაიდზე, რაც ბოლოში ერთი პასტა დამჭა, ეს უბრალოდ ვაქსია. ანუ ჭრა თითქმის არ აქვს ლაკის, ამას ნახაზების ამოსაღებად ვერ გამოვიყენებ. 1-0 მინიმალური ჭრა აქვს, მაგრამ სიპრიალის კოეფიციენტი აქვს მაქსიმალური, ნახეთ, 9.5 და ამისი პლუსი ისა, რომ ეს შეგვიძლია წაუსვათ ხელით, აპლიკატორით, შეგვიძლია მანქანაზე დავიტანოთ ჩვეულებრივად პოლირების აპარატითაც. ეს მუშაობს თავისი ყველაზე რბილ პადზე, აი ამ ფერის ამ პადზე. ასევე ამ პასტას იყენებენ ხოლმე არა მარტო სიპრიალის მოსამატებლად, ბოლოში რომ კარგი ფინიში გამოვიდეს. იყენებენ იმისთვის, რომ მაგალითად აი როცა უნდათ მანქანის დაუშვათ ან გაყიდვა ან რაღაც და უნდათ მაქსიმალურად კარგად გამოიყურებოდეს და ეს მიკრონაკაწრები დაიფაროს, არ ჩანდეს. ან უბრალოდ არ უნდა გაყიდვა, მაგრამ ისე უვლის მანქანას, რომ ჯერ არ უნდა მანქანას პოლირება გაუკეთოს, მაგრამ უნდა რომ მაქსიმალურად იპრიალოს მანქანამ და ის მიკრონაკაწრები არ ჩანდეს, ასევე ძალიან მარტივად შეიძლება წაისვას ყველა ფერის მანქანაზე, ეს იქნება შავი მანქანა, თეთრი, რა ფერის მანქანაც არ უნდა გქონდეს, აძლევს იდეალურ სიპრიალეს და ის მიკრო ძალიან მცირე ნაკაწრებიც აღარ ჩანს. გამძლეობა არის 2-3 თვე, ბოლოს ჩვენ ამ გამძლეობის შკალებზე ვილაპარაკეთ, რომ რომელი კერამიკა, ვაქსი, პასტა რამდენ ხანს ძლებს მანქანაზე გაკეთებიდან. რა თქმა უნდა, თუ ნორმალურ პირობებში უწევს ამ მანქანას, ანუ რეცხვაც და ექსპლუატაცია რა თქმა უნდა. ესე იგი, კოხის სისტემა. მოდი ახლა ამ გადმოვიტანოთ ყურადღება აი ამ სისტემაზე. რადგან უკვე პასტებში მეტნაკლებად გავერკვიეთ და აქ ვთქვით, რომელი პასტა როგორ მუშაობს და რას აკეთებს. ეხლა ვთქვათ, რომელი ნაბიჯები შეიძლება გამოვიყენოთ. ნახეთ, ესე იგი, პირველი ნაბიჯი. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჰარსცხრა თავის გუბკასთან ერთად, დავიწყოთ ჰარსცხრით და თავისი გუბკით, ან B ვარიანტი, დავიწყოთ F6-ით და თავისი გუბკით. ხედავთ? ანუ როგორც თქვი, ან ვიწყებთ ძლიერი პირველი პირის პასტებით, ან ვიწყებთ F6-ით, ეს დამოკიდებულია ლაკზე, როგორი ლაკი გვაქვს და როგორი ტიპის დაზიანება გვაქვს მანქანაზე. აი, ამის შემდეგ უკვე ჰარსცხრით გავაკეთებთ თუ F6-ით, ვასრულებთ M3-ით ან P3-ით, ეს არის M3 ან P3. აქაც განსხვავებები თქვით ის, რომ ეს არის P3 შეიცავს, აი ეს მწვანე ზოლი აქვს და შეიცავს მცირე რაოდენობით ვაქს, რის გამოც სიპრიალე ოდნავ მეტი აქვს 9.5 და M3 სიპრიალე არის 9 და 0. 0.5 მეტი აქვს სიპრიალე. ამათ შემდეგ უკვე ვაგრძელებთ ანტიჰოლოგრამა პასტებით და ამითი უკვე ვასრულებთ და აი მესამე ფაზა შეგვიძლია გავაკეთოთ, შეგვიძლია არა. მოგეთ, ყველაზე კარგი ისე რომ კოხს შეუძლია 2 პირის პასტი სრულად დაასრულოს სამუშაო. მაგრამ თუ მესამე ფაზასაც გავაკეთებთ, ეს ძალიან კარგი იქნება და რა არის მესამე ფაზა? მაგალითად, პასტაში P101, აი ეს პასტა. ანუ დავუშვათ, რა არის ყველაზე იდეალური მეთოდი, როცა კითხავს სამერო, აი საუკეთესო შედეგი მივიღო და ეს სიპრიალე დიდხანს თვეობის განმავლობაში შენარჩუნდეს, ისე რომ არ გადავიდეს, როგორც ცუდ სამრეცხაოშიც არ უნდა ვრეცხავდეთ მანქანას. ნებისმიერი პირველი პირი ხოს დავუშვათ ჰარსცხრა. შემდეგი დავუშვათ ვასრულებთ M3 და მეტი სიპრიალისთვის და გამძლეობისთვის, რომ ამ სიპრიალმა, რადგან ეს მწვანე ზოლი ნიშნავს, რომ ამ პასტაში მთლიანად ვაქსია სხია. ერთი. აი ეს არის საუკეთესო კომბინაცია. პირველი ანტიჰოლოგრამა ფინიში და შემდეგ ვაქსის წასმა. ეს არის იდეალური კომბინაცია. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ეხლა რომ სტანდარტულად აი კარგი სიპრიალეც მივიღოთ, მაღალი სიპრიალეც, მაგრამ 3 პირის პასტით არ გვინდა და 2 პირის პასტით გვინდა რომ ეს შედეგი დავდოთ, ნებისმიერი პირველი პირი აარჩიეთ, ან F6 პირობითად, დაიწყეთ F6-ით, ან დაიწყეთ პირობითად B9-ით, თუ სუსტი ნახაზებია F6-ით შედარებით, თუ ღრმა ნახაზებია ამითი და დაასრულეთ მერე P3-ით. ან დაიწყეთ ამით და დაასრულეთ P3-ით, ან დაიწყეთ თუ ძლიერი ნახაზებია B9-ით,
და მერე დაასრულეთ პესამით. აი ეს არის აქ მოცემული. ერთი კანანო, ეს არის ნანოსილანთი, რომელიც მოყოფნის დაახლოებით 5-6 მანქანას, ესეთ ბოთლშია. ეს აპარატითაც შეგვიძლია წაუსვათ და ეს შეგვიძლია ღრუბლითაც ჩვეულებრივად დავიტანოთ. ერთ კანანოს აქვს ძალიან მაღალი სიპრიალე, ეს არის 9.9 სიპრიალე, იმიტომ რომ პოლირების პასტებში ჩვენი მაქსიმალური სიპრიალე გვაქვს ორ პასტაში. ერთი არის P3 ანტიჰოლოგრამა 9.5 სიპრიალე და მეორე არის ეს P1 ვაქსი, რომელსაც ასევე 9.5 აქვს სიპრიალე. აი ამ ორ პასტას აქვს მაქსიმალური სიპრიალე და ამ პასტებზე მეტი სიპრიალე აქვს კერამიკებს, 9.9 კერამიკას და აქვს ერთ კანანოს, ეხლა ეს აქ არ გვაქვს წარმოდგენილი ეს ერთი კანანო, იგივენაირი ტიპის ესეთი შეფუთვა არის და აწერია ერთი კანანო. ეს შეგვიძლია წაუსვათ, ერთი კანანო დაახლოებით 1 წლამდეა გამძლეობა და სიპრიალე ყველაზე დიდი. 10 შკალიდან თითქმის 10.9 აქვს სიპრიალე. P602 ამ პასტაზე ვილაპარაკეთ, ეს არის უნივერსალი პასტა. მოკლედ, ან ამ კომბინაციებით ვიწყებთ, რაზეც ვისაუბრე, ან ერთი პასტით ვიწყებთ და ვასრულებთ, თუ რა თქმა უნდა არ გვაქვს ღრმა ნახაზები, ღრმა ნაშკურკები და ასე შემდეგ. უკეთესია თუ დავიწყებთ ორბიტალური აპარატი, თუ არ გვაქვს ორბიტალური აპარატი, ჩვეულებრივად შეგვიძლია როტორულ აპარატზე თავისივე პადი ვამუშავოთ. აქაც ეს არის წარმოდგენილი. კიდე ერთხელ რო კარგად გავიაზროთ, ესე იგი ვიწყებთ პირველი პირით, heavy cut-ით, harsh-ით, ან ვიწყებთ F6-ით და სტანდარტულად ვასრულებთ ანტიჰოლოგრამა P3-ით. თუ გვინდა რომ ორი პირის პასტით გავაკეთოთ და თუ შემდეგ გვინდა რომ გავაკეთოთ გაგრძელებები, ანუ მარტო პოლირება არ გვინდა გავაკეთოთ მანქანაზე, გაგრძელებები არის შემდეგი, ნახეთ, რა თქმა უნდა ვიწყებთ harsh-ით ან F6-ით, შემდეგ უკვე ვასრულებთ არა P3-ით, რაზეც უკვე ვისაუბრე, არ უნდა იყოს ვაქსიანი პასტა, როცა გაგრძელება, ვასრულებთ M3-ით დაუშვათ და შემდეგ, აი ეს არის ერთი კანანო, აი ესე გამოიყურება. ვაგრძელებთ ერთი კანანოთი, ან ვაკეთებთ კერამიკას მანქანაზე, ან ვაკეთებთ სპრეი სილანტს, აი ეს არის SO02, ეს არის სპრეი სილანტი SO02. SO02 ეს არის ასე იცნობენ ამას, როგორც თხევადი კერამიკა, რომელსაც სპრეი თავსახური მოყვება, ამას ვასხურებთ მანქანაზე და ტილოთი კარგად ვაპრიალებთ, დაახლოებით 4 თვე, 6 თვე აქ განძლეობა დამოკიდებულია რეცხვის სიარულის სიხშირეზე მანქანის, ამასაც მაღალი სიპრიალე აქვს. და გვაქვს კიდევ ასევე ხელით წასასმელი W01, ეს არის ვაქსი, რომელიც შეგვიძლია წაუსვათ. მოკლედ, აი ეს არის გაგრძელებები, რაც შეიძლება გავაკეთოთ პოლირების შემდეგ, მაგრამ აქ მთავარი უნდა დავიმახსოვროთ, რომ არ ვასრულებთ P3-ით, ვასრულებთ M3-ით და მერე ვაგრძელებთ. მაგრამ თუ არც კერამიკას უსვამთ, არც ვაქს, არც სპრეი კერამიკას, არაფერს გაგრძელებას არ ვაკეთებთ, მარტო პოლირება გვინდა გავაკეთოთ მანქანაზე. ყველაზე ისეთი ბიუჯეტური და მისაღები ფორმულა არის, დავიწყოთ harsh-ით ან F6-ით და დავასრულოთ პირდაპირ ვაქსიანი პასტით P3-ით, რომ აღარც ჰოლოგრამა გქონდეს და მაქსიმალური 9.5 მივიღოთ სიპრიალე. B9 ეს არის ახალი პასტა, როგორც თქვი. ანუ აი ეს პასტა უკვე ბოლო ვერსიაა პირველი პირების, იმიტომ რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა არის ხოლმე პირველ პირზე. რომ რაც შეიძლება სწრაფად და ყველა სირთულის, ყველა ტიპის ლაგზე მოიხსნას ნახაზები, ნაკაწრები. ნუ თუ ჩვენ გკითხავთ, რომელია ყველაზე კარგი პირველი პირის პასტა, ეს არის. რომელიც ჯობია H8-საც და ჯობია H9-საც, ზუსტად აი ამ მიმართულებით, ნახაზის მოხსნის მიმართულებით, რაც ძირითადი დანიშნულება არის პირველი პირის პასტისთვის. ასევე როგორც ვახსენე, ახალ შეღებილ ლაკებზე მაქსიმალურად კარგად მუშაობს და არის quick cut-ი, ანუ სწრაფი ჭრა. აქ გვაქვს ჩვენ პატარა ვიდეო, გვაქვს აქ. როგორ ხდება ქარხანაში ეს ორი შკალაა და მე ვისაუბრე ამ შკალებზე, ჭრა აქ მეთქი, ყველა პასტას აწერია, ქათი და სიპრიალე. ქარხანაში აქვს სპეციალური ოთახი, სპეციალური რობოტი, რომელიც ზუსტად რა თქმა უნდა, ერთნაირი დაწოლით, ერთნაირი სისქის, ერთნაირი ტიპის ლაკზე, ერთი დროის მუშაობით
ტესტავს რამდენად მოიჭრა ეს ლაკი, რამდენი მიკრონი მოიჭრა და როგორი სიპრიალე დარჩა და აი აქედან გამოდის მერე კოხის აი ეს ორი შკალა, ეს ქათის და სიპრიალის შკალა აქედან დგება, რომ მაქსიმალურად ზუსტი იყოს. რა თქმა უნდა, ხა ამას ადამიანსაც გააკეთებინებდნენ, აიღებდნენ რაღაცა დეტალს და დაამუშავებინებდნენ, მაგრამ ყველა დეტალზე ადამიანის ხელის სიჩქარე, მკლავის გადაადგილების სიჩქარე, დაწოლის სიჩქარე თანაბარი ვერ იქნება, ამიტომ აქ ზუსტ მონაცემებს ვერ მიიღებენ. ამიტომ აი რომ უყუროთ ამასაც, ნახეთ, აი ესეთი რობოტია, რომელზეც დამაგრებულია პოლირების აპარატი. ესე დგება ეს ორი შკალა. ჭრის და სიპრიალის შკალა. აქ ჩამაგრებულია დეტალი. რატო? მოკლედ, გადავიდეთ, მოდი ახლა ორი სიტყვით შევეხოთ განათებებს. როგორი ტიპის განათებები არის კარგი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სკანგრიპი, თქვენთანაც რეკომენდაციას გავუწევთ სკანგრიპზე. სკანგრიპის განათება რო გქონდეს. უბრალოდ აქ არის მნიშვნელოვანი აი ეს სურათი, ეს მინდა გაჩვენოთ თქვენ. ნახეთ, ჩვენ გვჭირდება ორნაირი განათება. როგორც ცივ ნათებას რო ვეძახით თეთრ ნათებას, ესე გვჭირდება და ასევე გვჭირდება თბილი ნათება, მზის ნათება. თბილ მზის ნათებაზე კარგად ჩანს ჰოლოგრამები და ჰეიზები და შედარებით ცივ ნათებაზე უკვე კარგად ჩანს ნაკაწრები ნახაზები. ეხლა ვნახოთ ეს, ნახეთ, რამდენი კელვინის ნათურა უნდა შევარჩიოთ, ან ეხლა ამას ვთქვათ სკანგრიპს უკან აწერია ეს კელვინები და გაჩვენებთ ეხლა რა ვამათებ, ან შევიდოთ დავარეგულიროთ. ნახეთ, ყველაზე კარგი ვარიანტი, ესე იგი, თბილ ნათებაში არის 2800 კელვინი. ამას მე რო ვთქვათ აპირებთ რომ გაარემონტოთ ან თავიდან ხსნით 2800 კელვინის ან ესეთი სტაციონარული განათება იყიდეთ, ან თქვათ მთლიანი განათება, ესე შეარჩიეთ, თბილი ნათება, ესე შეარჩიეთ, რომ 2800 არის იდეალური თბილი ნათებაზე, როგორც თქვი, ჰოლოგრამების და ჰეიზების დასანახად და უკვე აი სადღაც 4000-დან 5700-მდე აი ეს არის კარგი ნაკაწრების დასანახად, როგორც თლიანი ბოქსის განათების დროს, ისე თუ სტაციონარს იყიდით, ესეთი ფეხზე მდგარი ან ხელში თუ გვიჭირავს ეს ნათურა, ანუ რაღაცა 4000 კელვინი აი ეს ითვლება, რომ არის ძალიან კარგი. უკვე ზემოთ როცა ადის, ანუ 6000, 5000, 7000 ძალიან მძიმე თეთრი ნათებაა და ეს თვალს ღლის და ვერ ხედავთ კარგად. ეხლა წარმოვიდგინოთ ამ ნათებით, რომელი არის დაუშვათ ყველაზე დაბალი ნათება, ეს გადავიყვანოთ, ნახეთ. აი ხო ვთქვით, რომ 2800 კელვინი არის ნორმალური თბილი ნათებისთვის, რომ ჰოლოგრამები და ჰეიზები დავინახოთ. აი ეს არის თბილი ნათება. ნახეთ, 2500-ზე 25 ნიშნავს 2500, 2500-ზე მაქვს დაყენებული. აი ეს არის თბილი ნათება. ნახეთ? აი როგორც მზის ნათება თითქოს ისეთი არის, როგორი განათება აქვს. აქ კარგად ჩანს ჰოლოგრამები და ჰეიზები თბილ ნათებაზე. მოდი ახლა ავწიოთ ეს ნათება და დავაყენოთ 4500-ზე. 4000 გეუბნება, რომ კარგი არის ამისთვის. აი ეს არის 4000. აი ეს ნათება 4000 კელვინი კარგი არის იმისთვის, რომ დავინახოთ ნაკაწრები. ეს რო შევაჯამოთ, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ, ანუ რასაც ვეძახით შიდა დიტეილინგის, თქვა სივრცის განათება დაახლოებით 4000-4500 თეთრი ნათების კელვინებით, რომ მანქანაზე როდესაც აირეკლება, ჯერეთი კარგად გაგინათოთ სივრცე და მერე მანქანაზე როცა აირეკლება, ნაკაწრები დაინახოთ კარგად და უკვე ხელის ფანარი იქნება თუ ესე ფეხის სტაციონარის ფანარი, უნდა ვამუშაოთ 2000-2500 კელვინზე, ანუ თბილ ნათებაზე, რომ კარგად დავინახოთ ფინიშში ეს ჰოლოგრამები და ჰეიზები გვაქვს თუ არა დარჩენილი. აქ კოხი უწევს რეკომენდაციას სკანგრიპს, რასაც ხედავთ აქ, რაც ჩვენს გვაქვს წარმოდგენილი, აქაც ეს არის წარმოდგენილი. პრაქტიკაში კიდე ქიმწმენდაზე რაც არის, მასაც გაჩვენებთ. შემდეგი არის ხოლმე კითხვა, რაში გჭირდება ჩვენ ეს, ვთქვათ,
სპრეი კერამიკა, სილანთი, რასაც ვეძახით, ჩვეულებრივი სამწლიანი კერამიკა, ის ერთკანანოზე, რაზეც ვისაუბრე, ანუ ხშირ შემთხვევაში, როცა თქვათ არ გვაქვს ავტოფარეხი, ავტომობილის ხშირი ექსპლუატაცია, ხშირად დავდივართ ავტომობილს და გარეთ გვიწევს ავტომობილის გაჩერება, არის ხოლმე ესეთი პრობლემები, ნახეთ, აი ხის ქვეშ გავაჩერე და დავუშვათ ხის წებო, ფეკალიები, ჩიტების და ასე შემდეგ. ანუ ეს ძალიან აზიანებს, პირდაპირ აზიანებს ლაკს. ანუ მარტო როცა პოლირებას უკეთებთ მანქანას, რა თქმა უნდა, მოიხსნება ნაკაწრები, გვექნება კარგი პრიალა ზედაპირი, მაგრამ თუ ინტენსიურად გიწევთ მანქანის აი ესე გარეთ გაჩერება და ესეთი პრობლემებს ვეჯახებით, ხო? აუცილებელია რომ დავასილანთოთ და დავაკერამიკოთ მანქანა. ზუსტად ეს სილენთი და კერამიკა არის, რომელიც აი ამ პრობლემებისგან, აი ეს ინსექტები რა თქვით, ხო? ნახეთ, წერები რო ჯდება მერე და იხაზება და იკაწრება ლაკი. ხის წებო, ხის ქვეშ გაჩერებული მანქანა. მზისგან დაწვა, ნახეთ, აი როგორ გამოიყურება მანქანის ლაკი, დამწვარი ლაკი, რომელსაც არანაირი დაცვა არ ჰქონდა, არანაირი კერამიკული საფარით არ იყო დაცული, თხელი ფენა იყო ლაკის და ნახეთ როგორ დაიწვა. მოკლედ, რო არ დაიწვას ლაკი, არ ქონდეს აი ესეთი პრობლემები ხის ქვეშ გავაჩერე, ეს მოხდა, მერე ის დაზიანდა ლაკი და ნუ ბოლოს მერე შესაღები აღარ გახდეს მანქანა, აი ეს უნდა აუხსნათ ძალიან კარგად ჩვენ კლიენტებს, რომ ამისთვის საჭიროა მეტი სიპრიალისთვის, მეტი სიპრიალე მივიღოთ და გავაკეთოთ დაცვა ავტომობილის, არ დაიწვას ლაკი, თქვა ჩიტის ფეკალიებისგან, იქ მწერებისგან, როცა შორ მანძილზე მივდივართ, ეს ინსექტები და ისინი რაც არის შენარჩუნდეს, ამისთვის ვჭირდება ჩვენ ეს კერამიკები და ეს სილენთები, რომ მეტი სიპრიალე მივცეთ და მაქსიმალური დაცვა მივცეთ ზედაპირს. ეხლა როგორ ხდება მომზადების პროცესი? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გთხოვთ, რომ გარდა იმისა, რომ ამას მე პრაქტიკაში გავაკეთებ და მე პრაქტიკულ ვიდეოში უყურებთ, თეორიაც კარგად გავიაზროთ, აი ეს სურათი კარგად გავიაზროთ, როგორ ვიწყებთ პროცესს, შემოვიდა ავტომობილი დითეილინგში, როგორ ვიწყებთ და როგორ ვასრულებთ. პირველი, ეს არის ავიღეთ GS-ი, ეს არის პირველი ფაზის რეცხვის შამპუნი. რა თქმა უნდა, GS-ი დავასხით ავტომობილს და ამით ძირითადი ჭუჭყი ჩამოვრეცხეთ წყლით და მოხსენით. შემდეგ უკვე სტანდარტული ავტოშამპუნი ან ნებისმიერი შამპუნი გუშინ რა ვთქვით ჩვენ, ახსენეთ Active Foam, GSF-ი, ეს უკვე რომელსაც აირჩევთ თქვენ, ეს ხელის რეცხვის შამპუნი. ამ შემთხვევაში სურათზე აჩვენებია სტანდარტული ალკოჰოლის ავტოშამპუნი და ავტოშამპუნით გავაკეთეთ დარჩენილი სტატიკური ჭუჭყის მოხსნა მანქანიდან. ეს ორი პროდუქტი, GS-ი და უკვე ხელის შამპუნი, ავტოშამპუნი დაგჭირდა ეს ორი ფაზა იმისთვის, რომ მანქანა გაგვერეცხა გარედან. შემდეგ უკვე დავასხით ავტომობილს RRR Reactive Rust Remover-ი, ან მე ქიმიებზე როცა ვისაუბრე ამ პირველ ვიდეოში, იქ ვახსენე კიდევ Felgenblitz-ი FB, რომელიც უფრო ბიუჯეტურია ვიდრე RRR-ი და რა არის ამათი ფუნქცია? ამ პროდუქციის ფუნქცია არის, რომ ვისაუბრეთ, ანუ წვრილი რკინის ნაწილაკების მოხსნა ზედაპირიდან, რომ მანქანაზე ჩამჯდარი წვრილი ნაწილაკები რაც არის, ის დაიშალოს და მოიხსნას ზედაპირიდან. ამის შემდეგ EULEX-ი ანუ solvent-ის კატეგორია ვათვალიერებთ მანქანას, სადმე ხო არ არის წებოვანი ნარჩენები, რაღაცის წარწერა, ასე შემდეგ, ხის ქვეშ ხო არ იყო გაჩერებული და ხის წებოსის ხო არა აქვს მანქანას, იმიტომ რომ პოლირების დროს ამას ვეღარ გავაკეთებ. მან თავისუფლად თუ სადმე რამე დავინახეთ ესეთი. შემდეგ უკვე გვჭირდება თიხა, clay spray, ეს თიხის სპეციალური სპრეი და აი ესეთი ტიპის თიხა, რაც გვაქვს ჩვენ კოხში. აი ესე გამოიყურება, ეს არის 200 გრამიანი თიხა. ესეთ მესამეს ჩამოვაჭრით, როგორც პლასტელინი ისია, თავისივე სპრეის მივასხავთ ავტომობილის ზედაპირზე და ხელით ვამუშავებთ. რას აკეთებს ეს თიხა? ამ თიხის მთავარი ფუნქცია არის, რომ ჩამჯდარი ჭუჭყები, რომელიც თითქმის ყველა მანქანას 99% აქვს, ჩამჯდარი ჭუჭყები მოიხსნას ზედაპირიდან. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ სუფთა ლაკი, სუფთა ზედაპირი, რომ მაქსიმალურად კარგად ვიმუშაოთ, რომ ეს სიპრიალე ბოლოში ძალიან მაღალი იყოს და არ გქონდეს ჰოლოგრამები, ჰეიზები და მე რეცხვებში არ წარმოიქმნას მანქანაზე პრობლემა. ამიტომ აი ეს პროცესი არის პოლირებამდე მომზადების პროცესში, ბოლოში თიხა გათიხვა, რომ ჩამჯდარი ჭუჭყები მოვაშოროთ და აქ უკვე ავტომობილი მზადაა, რომ დავიწყოთ პოლირების
პასტებით პოლირება. კიდე რა ალტერნატივა აქვს, თქვა თიხას, გვაქვს აქ თქო ბიუჯეტური ვერსია, ეს არის clay scrubber-ი, ასეთი ორი ცალი ღრუბელი არის კომპლექტში, აქეთ ამ მხარეს არის რეზინა, აქეთ ჩვეულებრივი ღრუბელი არის. დავასხავთ clay spray-ის და ამ თიხის მაგივრად ამას წაუსვამთ, ეს უფრო ნახევარი ფასი გამოდის, ნახევარი ფასი გვიჯდება მანქანაზე, ვიდრე თიხის შემთხვევაში, მაგრამ თუ შევადარებთ რომელი ჯობია, თიხით გავწმინდოთ ჩამჯდარი ჭუჭყები თუ ამ შემთხვევაში ეს არის რა კომპანიის clay scrubber-ით, რა თქმა უნდა, თიხით გაწმენდა ჯობია. შემდეგ უკვე ვიწყებთ პოლირებას, ამას კიდე ორი სიტყვით შევაჯამებ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. პირველი ორფაზიანი რეცხვა, პირველი ფაზის შამპუნი, მეორე ფაზის ხელის შამპუნი, შემდეგ reactive rust remover-ი ან FB, რომ მეტალ ოქსიდები გუშინაზეც ვლაპარაკობდი, ეს რკინის ნაწილაკები, რაც მანქანაზეა, რომ მოიხსნას მანქანის ზედაპირიდან. მოდი ამ რკინის ნაწილაკებს, რომ კიდე წარმოდგენა უკეთესი გქონდეს, ეს მე წინა ტრენინგში გაჩვენეთ, მაგრამ აქაც გაჩვენებთ მანქანაზე, რომელია ეს რკინის ნაწილაკი და როგორ გამოიყურება მანქანაზე, რომ ვასხავთ. აი, როდესაც დავასხავთ RRR-ს ან FB-ს, ნახეთ, ვარდისფერი გახდება აი ეს ყველა მონაკვეთები, სადაც არის ეს რკინის ნაწილაკი. განსაკუთრებით, როცა მანქანა მიდის და ეს ყველაფრის ჭუჭყის, ჰაერის ყველაფრის ნაკადი წინა მხარეს ხდება ხოლმე, აი ეს კაპოტის და ამ მხარეს და აი აქ წითლდება ხოლმე, სულ ძალიან ბევრი წვრილი რკინის ნაწილაკები, ეს აირონები აქვს და ეს აირონები რომ მოვაშოროთ, აუცილებლად უნდა დავასხათ, სანამ პალიროვკას დავიწყებთ, ეს RRR-ი, როგორც აქ არის ნაჩვენები, ან FB. შემდეგ უკვე ამის დასხმის შემდეგ, როგორც ვთქვით, Eulex-ი ან TIA solvent-ის პროდუქტები, ეს არის წებოს, PC, ბიტუმის მოსაშორებელი, წარწერის მოსაშორებელი პროდუქტი არის, ამას ვიყენებთ ერთ-ერთს. შემდეგ უკვე CLS-ი ეს ამის clay spray-ია, რომ კარგად ისრიალოს ამ თიხამ ზედაპირზე, თიხანეს რაც გაჩვენეთ და მე უკვე სტანდარტული პოლირება. ბოლოში ხატი აქვს PPS-ი, ეს არის პანელის მოსამზადებელი სპრეი. ეს არის ძლიერი აბიჟიროვკა, რომელიც აუცილებელია გაუკეთდეს, სანამ დაუშვათ ან კერამიკას წაუსვამთ მანქანაზე, ან სილენს, ან ვაქს, ან ნებისმიერ რამეს, რომ მაქსიმალურად მოშორდეს ყველანაირი ზეთები და ცხიმები ზედაპირიდან, რომ მერე უკვე კერამიკით ან სხვა ნებისმიერი პროდუქტით გავაგრძელოთ მუშაობა. შემდეგი ორი სიტყვით რო ვთქვათ, ესე იგი პროდუქტებზე, რა არის ეს გაგრძელებები, ეს არის ვაქსი. ჩვენ შემთხვევაში ზოგადად არსებობს აი პირველ სურათზე ნაჩვენებია ნატურალური კარნაუბას ვაქსი, რომელიც ძალიან ძვირი ღირს და ხშირ შემთხვევაში აი რასაც ბაზარზე ვნახავთ 10-დან 9 უბრალოდ ტყუილია ხოლმე და არ არის კარნაუბას ვაქსი. შემდეგი არის ტექნიკური, ანუ ქიმიურად მიღებული ვაქსები და გვაქვს ჰიბრიდული ვაქსი, სადაც გვაქვს ქიმიური ვაქსის და კარნაუბას ნარევი ერთად, ეს არის ჰიბრიდული ვაქსი. ჰიბრიდული ვაქსი არის კოხის აი ეს პროდუქტი. აქ არის შერეული კარნაუბას და ტექნიკური ვაქსის, ეს არის hand ვაქსი, რომელსაც სიპრიალი აქვს მაქსიმალური 9.9, რა თქმა უნდა, ამის დანიშნულება არის მივიღოთ რაც შეიძლება პრიალა ზედაპირი იყოს იდეალური ჰიდროფობი და რაც შეიძლება დიდხანს დაცვა ზედაპირის. ეს არის ვაქსის დანიშნულება. ვაქსის პლუსი არის ის, რომ ხელით ესმევა, ამას დროს არ ვინიშნავთ და არაფერს, მთელ მანქანას შეგვიძლია თავისი აპლიკატორი მოყვება და მიუყვეთ. თუ მოგვინდება 1 საათის შემდეგ, 3 საათის შემდეგ, როცა გვინდა, მაშინ გავწმინდოთ ტილოთი და ძალიან მარტივად იწმინდება. მინუსი ის აქვს, რომ ეს არ არის ხისტი ზედაპირი და ვაქს არ აქვს ძალიან ძლიერი მოჭიდება. ვერ ვიტყვით, რომ ვაქსი გაძლებს კერამიკას ავით 2 წელს და 3 წელს, მაგრამ ვაქსი გაძლებს 2 თვეს, 3 თვეს იდეალურად იმუშავებს და სიპრიალე ექნება. აი ეს არის ამისი პლუს მინუსები. ესო 02 აქ რაც გაჩვენეთ, ეს პროდუქტი, რომელსაც დავარქვით, სპრეი სილანთი, ზოგი ეძახის სპრეი კერამიკას, დაახლოებით 5-6 მანქანას ყოფნის, მაქსიმალური სიპრიალე აქვს, 5-6 თვე ნარჩუნდება ავტომობილზე, მუშაობს ძალიან კარგად. ტექნიკა ეს არის, რომ ამას დავასხურებთ ზედაპირზე და კარგად მექანიკურად გავაპრიალებთ. უბრალოდ არ უნდა დავასხუროთ დიდი რაოდენობით ბევრი, იმიტომ რომ მე ამისი გაპრიალება გაგვიჭირდება. ეს არის 1K ნანო, აქ ნაჩვენებია ეს ნანო, იმიტომ დაარქვეს, რომ არის ძალიან მცირე ნაწილაკები იდეალურ ბმაში ერთმანეთთან და ერთწლიან შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
აი ეს პროდუქტი 1 ნანო დაახლოებით 5-6 მანქანაზე ყოფნის და აი ესეთი შრეს აკეთებს ზედაპირზე ამ სისქის ძალიან კარგი ბმის შრეს. და სხვათა შორის არანაირი განსხვავება ეხლა დაუშვათ სამწლიან კერამიკასთან არ არის, ერთადერთი სიხისტეში არის ხოლმე განსხვავება და დროში, რომ თუ თქვათ ეს გაძლებს 2-3 წელი დამოკიდებულია ექსპლუატაციაზე, ეს გაძლებს 1 წელი და არის შედარებით უფრო რბილი, ვიდრე არის კერამიკა, თორე დანარჩენი, ანუ წასმის ტექნიკა, სიპრიალე, ყველაფერი არის იდენტური და ძალიან კარგი. მაგრამ პლუსი ეს ფასია, ამისი ეს ძალიან ბიუჯეტური გამოდის 5-6 მანქანას ყოფნის და მანქანაზე ძალიან დაბალი ფასი გვიჩდება. როგორ უნდა მოუვაროთ? ხა შემდეგ არის ხოლმე კითხვა, დაუშვათ ეს 1 ნანო, რაზეც მე ვლაპარაკობ, გავაკეთეთ პოლირება, დავიწყეთ H3-ით ან დავამთავრეთ M3-ით, შემდეგ წაუსვით 1 ნანო, მოგწონს იდეალური სიპრიალეა. შემდეგ არის კითხვა, რომ აი როგორ უნდა ვრეცხოთ მანქანა, როგორ უნდა მოუვაროთ. ნახეთ, აი როგორ უვლით დავუშვათ 1 ნანოს. არის ვიდეო. პირველი ფაზა, რა თქმა უნდა, როგორც ვთქვით, VB ან GS-ი, თეთრი კაფი. შემდეგ უნდა მოვუაროთ Nano Magic შამპუნი. და ეს შამპუნი არის უკვე ხელით რეცხვის შამპუნი, რომელიც მორგებული არის ყველა ტიპის ლაკზე, ასევე მატოვ ლაკზეც. უბრალოდ ჩამორეცხოთ. ესეთ შემთხვევაში აღარ გაჩნდება ჩამჯდარი ჭუჭყები, არ დაიკაწრება და არ დაიხაზება მანქანა და Nano Magic შამპუნი გვაძლევს იდეალურ სიპრიალეს. ეხლა Nano Magic შამპუნი ჩვენ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, მოუვაროთ არა მარტო 1 ნანოთ დამუშავებულ მანქანას და შეიძლება სრულად გავაკეთოთ 1 ნანო და უბრალოდ პოლირება გავაკეთოთ. ნებისმიერ შემთხვევაში იდეალურია. პირველი ფაზის შამპუნა დავიღოთ Wöhringer VB, რომელსაც მაღალი pH-ი აქვს და ძლიერად მოგვიხსნის ძირითად ჭუჭხს. მერე უკვე მანქანაზე დარჩება სტატიკური ჭუჭყი, რომელსაც მოვაშორებთ Nano Magic შამპუნით, ისე რომ არ დაიხაზება და რაც ყველაზე მთავარია, Nano Magic შამპუნს აქვს ძალიან კარგი სიპრიალის ეფექტი და ძალიან კარგი დაცვა ავტომობილის. როგორც შეგვიძლია ესე იგი Nano Magic შამპუნით ორფაზიანი რეცხვა გავაკეთოთ, 1 ნანოს თუ ვიხმართ ან ვაქს თუ წაუსვამთ, ისე შეიძლება სულ არ გქონდეს 1 ნანო და ვაქსი, უბრალოდ პოლირება გავაკეთოთ და ესეთ შემთხვევაშიც ესეთი რეცხვა იდეალურია მანქანის მოვლისთვის. ეს არის უკვე კერამიკები. კერამიკა ჩვენ გვაქვს 3 სახის წარმოდგენილი. ერთი არის სამწლიანი ორმანქანიანი კერამიკა, მაგალითად, რაც გვაქვს. მეორე არის all-rounderi, რომელიც დაახლოებით 5 მანქანაზე ყოფნის ის კერამიკა. ისიც არის სამწლიანი კერამიკა, უფრო დიდი შეფუთვით არის ის კერამიკა და შემდეგი გვაქვს კერამიკა დისკებისთვის, იმიტომ რომ დისკები ძალიან სწრაფად ხურდება, ადის მაღალ ტემპერატურაზე და მაღალ ტემპერატურაზე ჩვეულებრივი სტანდარტული კერამიკა ვერ მუშაობს. ამიტომ გვაქვს იდენტური ესეთი შეფუთვით, რომელიც არის CR001, ეს კერამიკა არის დისკების კერამიკა და მოყვება აქ თავისი სპეციალური გზელი ჯოხივით ღრუბელია, ბოლოში დამაგრებული, რომ როგორი ფორმის დისკიც არ უნდა იყოს, მაქსიმალურად კომფორტულად და კარგად წაესვას ამ დისკზე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ დისკს ყოფნის. ესე იგი, დისკების კერამიკა, რომელიც ცალკე გვაქვს, სტანდარტული აი ეს კერამიკა, რომელიც აქ გვაქვს წარმოდგენილი CB01, CB01, ეს სამწლიანი კერამიკა, რომელიც ორ მანქანაზე მუშაობს და C02 ეს უკვე all-rounderi არის, რომელიც მუშაობს, არის უფრო დიდი შეფუთვა, რომელიც აკეთებს 5 მანქანას, რა თქმა უნდა, უფრო ბიუჯეტური დაგიჟდება და ასევე ხაზგასასმელი ისო C02 ეს შეგიძლიათ წაუსვათ ნებისმიერ გარე პლასმასეს, ნიკელზეც, ანუ გარდა ლაკირებული ზედაპირისა, ყველაფერზე შეგიძლიათ წაუსვათ გარდა რა თქმა უნდა საბურავების რეზინებისა. ეხლა თუ გავაკეთეთ კერამიკა, დაუშვათ მანქანაზე გავაკეთეთ პოლირება, შემდეგ გავაკეთეთ კერამიკა, რა რეკომენდაციას ვაძლევთ, როგორ უნდა მოხდეს ამ კერამიკის დაცვა, რომ რეალურად 3 წელი იმუშაოს, მაქსიმალურად იდეალური ზედაპირი ქონდეს და ეს არ დაიკარგოს, მოვლა დაკერამიკებული მანქანების. ეს არის RS-ის შამპუნი, reactivation შამპუნი. ესე გამოიყურება, გვაქვს ლიტრიანშიც, 5 ლიტრიანებშიც.
პირველი ფაზის რეცხვა, რა თქმა უნდა, აქაც სტანდარტულად შეგვიძლია გავაკეთოთ GS-ი ან VB, რომ ძირითადი ჭუჭყი მოზრეს. ან ეს აკეთებს ამ შემთხვევაში იმით, რომ გარეცხა მანქანა, ეხლა ჭუჭყი არ ქონდა და იმიტომ გარეცხა მანქანა. შემდეგ ნახეთ, ხელით RS-ის შამპუნი, reactivation შამპუნი, რომელსაც pH-ი აქ 1-დან 0, ანუ ეს არის მჟავა შამპუნი, რომ რაც ჩაჯდება ნადებები კერამიკაში, ყველაფერი მოხსნას მჟავა შამპუნმა. ერთი 10-თან გაზავება შეუძლია კერხელითაც დაასხა, შეგიძლია ხელით და შეგვიძლია კერხელით დავასხა. ღრუბლით დავამუშავებ კარგად ზედაპირზე და შემდეგ წყლით ჩამოვრიცხავ. ეს არის RS-ის ხელის შამპუნი, არის ყველაზე კარგი დაცვა დაკერამიკებული მანქანებისთვის. აი ეს არის გამძლეობის სკალა, ანუ აქ ყველა პროდუქცია თითქმის რაზეც ვისაუბრე, ეს იყო დაუშვათ ნანომეჯიკ შამპუნი, რომელიც ძლებს 2 კვირის განმავლობაში, ანუ თუ ნანომეჯიკით გავრეცხავთ მანქანას, აი ეს სიპრიალი და ჰიდროფობის შენარჩუნდება 2 კვირის განმავლობაში. პასტა, რომელზეც ვისაუბრე P101, აი ეს პასტა, თუ პოლირებას დავასრულებთ ვაქსიანი პასტით P101-ით, ამ შემთხვევაში გვექნება სიპრიალის შენარჩუნება დაახლოებით 5-6 კვირის განმავლობაში შენარჩუნდება ვაქსი და სიპრიალე. ESO W, ну ჯერ ვისაუბროთ მოდი W01-ზე, ეს არის ვაქსი, ხელის წასასმელი ვაქსი, hand ვაქსი. დაახლოებით 1 წლამდე აქვს შენარჩუნება, 12 კვირა ბოდიში. 1 წლამდე არა, 12 კვირა არის ეს, ანუ 3 თვის განმავლობაში აქვს შენარჩუნება ხელის ჰიბრიდულ ვაქსს. ESO02 აი ეს სპრეი. ESO02-ის შენარჩუნებაც არის რაღაცა 12 კვირა, ამასაც დაახლოებით ესე აქვს 3-4 თვე ინარჩუნებს თავს. 1K ნანო 12 თვე, ანუ 1 წელი აქვს ამას შენარჩუნება. მერე მოდის უკვე კერამიკები. CO02, როგორც ვახსენე, ასევე CB01, ანუ 36 თვე აქვს დაახლოებით შენარჩუნება CB01-ს. ეს არის CB01, თუ ამ კერამიკას გამოვიყენებთ, ეს იქნება 36 თვე, ანუ 3 წლიანი კერამიკა, რასაც ვეძახით. და ასევე იგივე აქვს all-rounderსაც. იგივე აქვს შენარჩუნება all-rounderis შემთხვევაშიც. ამის გარდა ჩვენ გვაქვს მინისთვის ეგრეთ წოდებული glass sealant-ი, რაც ძალიან კარგი პროდუქტია, ხა თავიდან მეც მეგონა სანამ ჩემ ავტომობილზე გავაკეთებდი, რომ უბრალოდ თუ სუფთა მინა გექნებოდა და ნორმალური სითხე, რომელიც კარგად წმინდა, საკმარისია, მაგრამ ღამე ინტენსიურ წვიმაში ეს ძალიან გეხმარება, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა წვიმა არის ინტენსიური, წვიმის ნაკადი ჩერდება, წინხილვადობა არ გაქვს, სანამ ეს დორნიკები ჩაირთვება, გადმოვა და იმას ძალიან გიშლის ხელვადობაში ხელს. და აი ეს პროდუქტი, რომელიც გვაქვს ჩვენ ნანო გლასვენბურგი, ანუ მინი სილანთი, ეს არის 2 კომპონენტიანი პროდუქტი, ძალიან მარტივი წასასმელი არის. ამას ჩვენ ვეძახით ანტიწვიმას. ეს ესმევა, ანუ ჯერ პირველ რიგში რა თქმა უნდა იწმინდება მინა, სპეციალურად ჩვენ გვაქვს GLA, GC, glass cleaner-ები. glass cleaner-ებით გაიწმინდება მინა, შემდეგ წაისმევა პირველი კომპონენტი, შემდეგ მეორე კომპონენტი. და უკვე ავტომობილი რომ მიდიოდეს დაახლოებით ისას 12 თვე ძლებს 60 კმ/სთ-დან ზევით უკვე საგრძნობლად პრაქტიკულად თუ ძალიან ინტენსიური წვიმა არ არის გამწმენდებს ან ეგრეთ წოდებულ დორნიკებს საერთოდ არ ვთავთ. ანუ იმდენად მაგარი ჰიდროფობია აქვს და ისე გადადის წვიმა რომ გამწმენდების ჩართვა საერთოდ არ გჭირდება. ну აი ეს იყო ეხა ამ პოლირებაში ბოლო პროდუქტი რისი წარმოდგენაც მე მინდოდა. ეხა ჩვენ აქ ვისაუბრეთ დაახლოებით ამ ტრენინგზე აი ამ პროდუქტებზე, ანუ ყველა კატეგორიაზე ვისაუბრეთ, თითქმის ყველა კატეგორიის პროდუქტზე. ამის შემდეგ უკვე რა თქმა უნდა პოლირება კერამიკაში შემოგთავაზებთ პრაქტიკებს. პრაქტიკულ ვიდეოში მაქსიმალურად ვეცდებით რომ ყველაფერი დავტესტოთ, რაც აქ გაჩვენეთ, ყველაფერი გაიტესტოს, ყველაფერს ვიზუალურად შედეგები ვნახოთ, რა როგორ უნდა გავაზაოთ, როგორ დავიტანოთ ავტომობილზე, რა დრო ჭირდება, მე როგორ უნდა ყველაფერს დეტალურად მივყვებით უკვე პრაქტიკულ ვიდეოში. ამ თეორიულ ვიდეოში მე ვეცადე, რომ ძირითადი პროდუქცია ამეხსნა კოხის, რა არის პოლირების მიმართულებით,
როგორ უნდა იმუშაოს, როგორი სისტემით მუშაობს და პრაქტიკაში უკვე პრაქტიკულად ნახოთ ვიდეოში რა როგორ გაკეთდება და რა როგორ იმუშავებს. რა თქმა უნდა, შეძენა შეგიძლია ჩვენ მაღაზიებში, როგორც თბილისის მაღაზიაში, ისე ქუთაისის მაღაზიაში და ასევე ბათუმის მაღაზიაში. იქ რეკომენდაციასაც კარგს გაგიწევენ, გირჩევენ თქვენი ავტომობილის მიხედვით რა როგორ უნდა გამოვიყენოთ და რა თქმა უნდა, ვინც თქვათ იწყებს ამ სფეროს დამწყები ან დღეს სხვა ბრენდზე მუშაობთ, გაინტერესებთ კოხის პროდუქცია, ჩვენთან მაღაზიაში მისვლით ადგილზეც გარდა ამ ვიდეოს ყურებებისა, მაქსიმალურად რეკომენდაციას გაგიწევთ, აგიხსნით ყველა პროდუქტს დეტალურად რა როგორ უნდა გამოიყენოთ. მადლობა რომ გვიყურებთ.